მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდით გიბრუნდებით, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, როცა დავასახელე. ეს არის ფილმი ზეციური სამეფო. ჩვენ გავაკეთოთ ამ ფილმის ეგრეთ წოდებული დეკონსტრუქცია, განხილვა და გარკვეულწილად რეტროსპექტივაც კი, იმიტომ რომ ეს არ არის ახალი ფილმი ყველა მეცით, მაგრამ პოპულარობას დიდი ხანია ინარჩუნებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ეგრეთ წოდებული სოციალური ქსელების, YouTube-ის, TikTok-ის და ასე შემდეგ ეპოქაში, უამრავი რამ ხდება ხოლმე ამ ფილმის შესახებ, ან მისი კადრები, მეფე ბოლდუინის და სალადინის და ასე შემდეგ. ამიტომ მომაფიქრდა რომ ჩვენს განგვიხილა ეს, რადგან ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფილმია, ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდენა იმაზე თუ როგორ არის საზოგადოებაში აღქმული ჯვაროსნული ომები და ზოგადად ეს ახლო აღმოსავლეთის საკითხი შუა საუკუნეებში, ამიტომ გადაწყვიტე რომ დღეს ეს გავკეთებინა. ამ წელს 20 წელი უსრულდება. ხო, მით უმეტეს შეგვიძლია ესეც გამოვიყენოთ მიზეზად. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ხოლო ეპიზოდს ვიწერთ Echo Chamber-ის სტუდიაში. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ირაკლი გობრონიძე, რომელიც ჩვენთან არაერთგზის ყოფილა სტუმრად, ძირითადად, რა თქმა უნდა, კინემატოგრაფიულ ეპიზოდებზე, ფილმების განხილვაზე, რა თქმა უნდა, კომიქსებზეც და ვარსკვლავური ომებზე ქონდა მთელი სერია ეპიზოდებისა, Aliens-ზე და ასე შემდეგ და ასე ვთქვათ, დღეს გავინაწილეთ ჩვენ როლებს სამხრივაც საუბარში. რომ ირაკლი შეეხება კინოს, შეეხება ამ ფილმს და კინემატოგრაფიულ თვალსაზრისით განიხილავს, მოგვაწვდის დეტალებს და შემოვა ამ თემაზე საუბარში. ხოლო მე ვეცდები უფრო აი შუა საუკუნეების კონტექსტი და ისტორიული ნაწილი დაგანახოთ ამ ფილმისა. ის თუ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ რომ ფილმს ხაზი გადაუსვათ, იმიტომ რომ ისტორიული შეცდომებია დაშვებული, იმიტომ რომ ყველა მხატვრულ ისტორიულ ფილმში არის შეცდომები დაშვებული, მაგრამ აი ბევრი რამ შეიძლება აი უბრალოდ გაუთვითცნობიერებელმა მსმენელმა არასწორად დაინახოს ამ ფილმში და წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს შემდგომში და ამაზე შეგვიძლია ვთქვათ რომ როგორ იყო ასე თუ ისე ეს მოვლენები ისტორიულად და არა ისე როგორც შემთხვევაში ფილმშია გადმოცემული. მოდი ირაკლი დავიწყოთ თავდაპირველად ამ ფილმის თქო გადაღების მომენტით, როდის დაიწყეს ამ ფილმის გადაღება, რა იყო იდეა, საიდან წარმოვიდა ეს რომ ზეციური სამეფო, იერუსალიმზე გადაღება, ჯვაროსნული ომები, რომელიც ერთი შეხედვით არც ისეთი პოპულარული თემა არ არის კინემატოგრაფიაში, ხო, არც ბევრი ფილმი გვაქვს ამაზე. მისეს ისაა რომ ბატონი სერ რიდლი სკოტი, რომელიც ჩვენ Aliens პოდკასტში უკვე ვახსენეთ, რანაირი ტიპაჟია, როდესაც გადაიღო თავისი ეპიკა გლადიატორი და მაგას მოყვა დიდი წარმატება, ოსკარები და ფინანსურად თქმა უნდა მოგებაც, ყველა სტუდიოს ძალიან უნდოდა რომ სკოტს მათთვისაც გადაიღო რომ დიდი ისტორიული ეპიკა. ანუ ხმლები, ხანჯლები, შუბები ისე ჰოლივუდში მოდაში შემოვიდა. და ეგრეთ წოდებული სანდლებისა და ხმლების ფილმები, ხო? ეგრე ეძახიან. იმისათვის ჩვენ დღევანდელ სანდლები არ იქნება. არა, სანდლები არ არის, მაგრამ ხმლები კი. ხმლები კი. ხო და მაშინ ეს სკოტს უნდა დაგეთებ ფილმი, იპოვეთ სცენარისტი უილიამ ბემონტი, რომელიც მაშინ საკმაოდ ახალი იყო ჰოლივუდში, მაგრამ ბევრი აქებდა და რეკომენდაციები ჰქონდა. და ეს სცენარი ჰქონდა ტრიპოლის, რაც ისტორიულ რაც ტრიპოლის ბრძოლაზე როგორც ხვდები, იმიტომ ძალიან ცოტა ვიცით მაგაზე. ეს სცენარი როგორც შეიძლება ონლაინში მოვიძიოთ და მგონი 135 გვერდია თუ რაც. მაგრამ დასრულებული არაა. ხო, მე პირადად არ ვიცი და მოვიძიებ სცენარს, იმიტომ რომ საინტერესო არის გადაღებას აპირებდნენ რომ მე იქიდან მარტივად ტრანსფორმირდა და გადაიქცა ჯვაროსნებზე ფილმად. იმით დაიწყო რომ წავიდნენ მოროკოში, დაიწყეს დეკორაციების აშენება, უკვე რაღაცა pre-production იყო მომზადებული, მას ზუსტად არაა ცნობილი რაღაცა მგონი ფინანსური და სტუდიოს ვერ შეთანხმდნენ მიზეზების და გამო ეს ფილმი ვერ შედგა. თვითონ ამ შექმნის პროცესში ბატონი რიდლი სკოტი და ბატონი ბემონტი დამეგობრდნენ. სკოტი რა თქმა უნდა მაგის ცოტა უფროსი იყო და ეგეთი მომენტი იყო რომ აღმოჩნდა რომ ორივეს უყვარდათ ისტორია კონკრეტულად ეს ჯვაროსნული ლაშქრობები. და სკოტი შეეკითხა ბემონტს რომ რამე იცი ჯვაროსნულ ლაშქრობებზე და ეს თქვა რა ბემონტის ინტერვიუს ეძლევა რომ კი სკოლაში ვსწავლობდი გაცებული ვიყავი და ტვინი როგორ რაღაცა სულ რაღაცა შემოინახაო და რისთვის გამოგადგება რილის კოტრე შეეკითხები იმის თუ არა მე ლაშქრობებს და მაგას აი ახსოვდა კონკრეტულად პერიოდი მეორე და მესამე ლაშქრობების შორის კონკრეტულად მეფე ბოლდუინ მეოთხე ვერცხლისფერი ნიღაბი ეს კეთროვანი მეფე და კი ვიციოდა რაც იდეა მიაწოდა სკოტს ძალიან მოიწონა და კი მოდი გავაკეთოთ მაგაზე ფილმი ბარემ აქ უკვე დეკორაციების შენება დავიწყეთ შეიძლება ცოტა გადავაკეთოთ ამ ტრიპოლის ფილმში ორიგინალურად რასელ კროუ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაკარგეს. ანუ იმიდან. ხო, რიდლი სკოტის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი. ხო, ფაქტობრივად ანუ ძალიან უნდათ გლადიატორის გამეორება შემდეგივე წელს, მაგრამ ვერ გამოვიდა და შეიქმნა ის სცენარი, რომელიც შემდგომ უნდა გამხდარიყო Kingdom of Heaven.
ანუ ზეციური სამეფო. ხო, იცი როგორ არის ისე, აი რასელ კროუს ოქროს ხანა არის ეგ პერიოდი, ხო? ძალიან ბევრ ფილმში თამაშობს მაგ პერიოდში 90-იანების ბოლო 2000-იანების დასაწყისში. აი და ძირითადად ისტორიულ ფილმებშიც ხშირად იჩენს. მაგალითად Master and Commander, ხო, ცნობილი ფილმი, რომელშიც გეიმის კაპიტნის ჯეკ ობრის როლს ასრულებს. იგივე პერიოდია. შეიძლება მაგიტო ეს ტრიპოლი მაგიტო შეშელმა ეს ფილმი მაგ პერიოდის შეშელმა ხო, ის ამ შემთხვევაში არ უირის ფილმია, ხო? Master and Commander-ი არ არის ამ შემთხვევაში Ridley Scott-ისა, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უკეთესად არის ისტორიული თვალსაზრისით გადაღებული, ვიდრე Ridley Scott-ი გადაიღებდა და კიდევ კარგი რომ არ გადაიღო ეგ ფილმი Ridley Scott-მა, იმიტომ რომ დაგვრჩა ისტორიული კინოკლასიკა, შესანიშნავი ფილმი, ვისაც ყველას ურჩევ ხოლმე მე, ჩემს სვენელებსაც რომ ნახონ ფილმი Master and Commander. ანუ ქართულად სხვადასხვანაირად თარგმნია ხოლმე ბატონი და მბრძანებელი, ბატონი და მეთაური სხვადასხვა. ეგ გამოდის, მაგრამ ზოგჯერ ზღვის მბრძანებლადაც თარგმნია ხოლმე მას უბრალოდ და არის ძალიან საინტერესო ისტორიული რომანების სერიის მიხედვით გადაღებული ეს ფილმი და Russell Crowe ძალიან კარგად ასრულებს კაპიტან ჯეკ ობრის როლს სხვა დანარჩენი კასტის წევრებთან ერთად, რომლებიც აი ინგლისელ მეზღვაურებს თამაშობენ აქ. ხო, Russell Crowe-მა დაკარგეს გემზე წავიდა და გაცურა სხვაგან. ნაპოლეონის ეპოქაში გადავიდა პირდაპირ. ხო, და მიიღეს კარიბის ზღვის მეკობრეებიდან, მაშინ ახალგაზრდა, ასევე ლეგოლასის როლიდან ორლანდო ბლუმი, რომელიც იყო ძალიან ბევრი, ანუ ახალგაზრდებს ძალიან მოწონდათ, იყო რაღაც თქვა ახალი მსახიობი და ალბათ Ridley Scott-ის ადრე უფრო შეეფერისებოდა მაგ ფილმს. იმ ეპოქის ტიმოთი შალამე იყო რაღაც. რაღაც ხო, ანუ ისეთი გრძელთმიანი ახალგაზრდა თან ევროპელი. ხო. ევროპული წარმოშობის. და ანუ ის შექმნეს, ანუ თან ისის მოდივის ეპოქას თქვა დროის გამოდიოდა ეს ფილმი, ეს იქნებოდა უკვე მთავრდებოდა ჯორჯ ბუშის პირველი, ასე ვთქვათ, ვადა როგორც პრეზიდენტი, როცა ის კარგავდა უკვე პოპულარობას, ეს არის პოსტ 11 სექტემბრის ტერაქტების მერე მომხდარი, 2003 წელს როგორც ვიცით, ამერიკა შეიჭრა ერაყში და ჯერ კი იყო ეს გამართლებული როგორც ომი ტერორიზმზე, უკვე როგორც ვიცით, რაც 21 საუკუნე წინ მიდიოდა, მით უფრო ნაკლად პოპულარული იყო ეს ომი. და ანუ დამოკიდებულება იყო, ანუ ამერიკა შესული ახლო აღმოსავლეთში, ამერიკელები აღარ არიან კმაყოფილები ამ ომით და ეს, ასე ვთქვათ, ფილმი კი არის 18 საუკუნეზე, რაც თანამედროვე პასუხი იყო იმამდელ კონფლიქტზე, რომ ჯვაროსნები ფაქტობრივად უნდა გამოსახულები იყვნენ როგორც დასავლური თეთრი ევროპული ძალა და დამპყრობელი კოლონიზატორები და ნუ მთელი გადავხედოთ ასე ვთქვათ მესიჯს ფილმს ჯვაროსნული ლაშქრობა სულად შესრულებული როგორც აი ასე ვთქვათ კაპიტალისტური ბოროტ ინიციატივა რომელიც კი არანაირი სულიერი დატვირთვა არ აქვს ან რაღაცა კულტურული არამედ მარტო მოგება არის ვთქვათ მიწა დოლარი ფული მოგება და ეს ანუ ჩვენ იმისთვის კი არ ვიცი რომ ეს ღვთის გამო არ არის ხან პაპმა თქვა მარტო მაგიტო და მუსულმანები, ანუ ახლო-აღმოსავლეთის ცხოვრებები, თქვა საალდინი, ზოგადად იქაური მოსახლეობა, ბევრად უფრო ცივილური, წყნარი ხალხია, რომელსაც ეს დასავლური, ასე ვთქვათ, დასავლური არმია ერჩის. ეგ იყო მთავარი მესიჯი. და ნუ ჩვეულებრივად ანუ ფილმი გადაიღეს, დეკორაციები თავიდან გამოიყენეს და როდესაც ფილმი პირველად ანახეს სტუდიოს, მაშინ იყო 3 საათიანი, ანახეს რა თქმა უნდა სპეციალურ ხალხს წინასწარ და თავი კრიტიკა იყო ის რომ ანუ ნამეტანი გრძელია, ნამეტანი ბევრს ლაპარაკობენ, ნამეტანი ფილოსოფიურია და მაგ ფილმს ასე ვთქვათ ვერ გაყიდიან, იმიტომ მაგათ უფრო აი გლადიატორის მოლოდინი ქონდათ, სადაც უფრო მეტი ბრძოლა იქნებოდა და თავგადასავალი. და სკოტს ესე მოთხოვეს რომ ანუ 45 წუთი უნდა ამოჭერო, 45 წუთი სრული ქრონომეტრაჟის 1/3, ანუ იკარგება ძალიან, ანუ რაც მესიჯის რაც ნაწილი, ისტორია, რაღაც პერსონაჟები და როგორც ანუ მე როცა ჩავუმავდებით, სრული სიუჟეტური ხაზი და ერთი პერსონაჟიც. და კი, ამოჭრა, მაგრამ როცა ვთქვათ, თავიდან ფილმის სანამ გამოვიდოდა, სკოტმა მგონი უკვე დაიწყო რაღაც სუთრი ლაპარაკი სტუდიოზე, რომ ეს არაა ჩემი ფილმი, ეს არაა ჩემი ვერსია. როცა ფილმი გამოვიდა, კრიტიკოსები საკმაოდ ცივად შეხვდნენ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ანუ იმ დროს ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ფილმი იყო 130 მილიონი. დღევანდელ Marvel-ის ბლოკბასტერს რომ შევედოთ ეს დაფუძნე. ხანდელი 350 მილიონი მინიმუმ იქნება, მაშინდელი ეს თან ხარ. ხო, თან ესაც COVID-ს გადავწყვეტ ეს ბიუჯეტი რომ გაიზარდა 400 შეიძლება მილიონი. მეტიც იყოს, ხო. ხო, მაშინ 21 საუკუნის დასაწყისში 130 მილიონი ძალიან ბევრია. და უბრალოდ ამოიღო მარტო 218 მილიონი, რაც არის ნუ ძლივს გადალახა ის ზღვარი. ხო, ანუ ჩავარდა კინოგოქირავებაში. ანუ რაც მოლოდინები იყო რომ ეს მეორე გლადიატორი იქნება და ოსკარებს მოუტანს და ეს
დღეს სრულიად გაქრა და შემიგვირს მაინც რო ჩავარდა, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი ისტორიული ბლოკბასტერია მაინც და ან რატომ არ გამოიწვია ინტერესი, ეს ცოტა უცნაური არის. იმის და მიუხედავად ტრეილერებს რომ შევხედოთ, ტრეილერები გვაჩვენებს სხვა ფილმს, რომელიც კი კლასიკური თავგასავალი ორლანდო ბლუმით, უფრო ტრადიციული ნარატივით, ნაკლები ფილოსოფოსობით და იმით, ალბათ ხალხი ან მოხიბლული არ იყო, ან უკვე ერთ 5 წელს უკვე მობეზდათ ეს თემა, ან ის კიდე რომ რეიტინგი R რეიტინგი ქონდა, გააჩნია R რეიტინგი ან შეგვიძლია ან 16 პლუსი ან 18 პლუსი ქვეყანას გააჩნია. მაგრამ მაინც უფროსებისთვის და შეიძლება მაგიტო ვთქვათ თავის დროს მამაჩემ კი წამიყვანა 8 წელს ვიყავი. არ შეხედა რეიტინგს, ალბათ სხვა ქვეყნებში შოლემა შეხედეს რეიტინგებს და უფრო ან ოჯახები მაგას ვერ წავიდნენ, რაც მაგალითად ბეჭდების ზანებელზე რასაც თქვათ ხანჯლები და შუბებით იქ ოჯახები წავიდნენ. იქ მაგნად შეიძლება იმოქმედა. მაგრამ მე სკოტ მისჩილმა გაამართლა და სტუდიომ ახალი მილიონები გამოყო იმაზე და მისცა საშუალება რომ გამოსცოს ეს გავარჩიოთ ცალკე თავისი რეჟისორის ვერსია, სადაც დაამატა ის 45 წუთი გაშა 50, იმიტომ რომ კი ის პატარა ისინია ჩართები ოვერტურები. თქო ეს TV-თუმ სპექტაკლია. ჩამატა და ეგ უკვე წლის ბოლოს დეკემბერში გამოვიდა, სრული ვერსია და როდესაც ხალხმა შეხედა, კრიტიკოსებმა თქვეს რომ ბევრად უკეთესია, ეს შეიძლება იყოს ის დაკარგული შედევრი, ან თქვათ 21 საუკუნის კინოს და მართლაც ეხა ამ ფილმზე რა თქმა უნდა იყოფა აზრები, მაგრამ ეგეთ ისა რომ რეჟისორული ვერსია აშკარად ჯობია, როგორც სკოტის 30 წლის წინ გადაღებული ფილმი იმ დროისთვის Blade Runner-ის ყველა პირამის უყურეთ რეჟისორულ ვერსიას, აქაც თუ უყურებთ ზეციურ სამეს უყურეთ რეჟისორულ ვერსიას. ეს პრობლემა, რასაც დავუკვირდით, ყველაზე მეტად ზუსტად რიდლი სკოტსა აქვს. და Zack Snyder-ს კიდე. ხო, ანუ თითქმის ყველა ფილმზე აქვს ეს პრობლემა რიდლი სკოტს. ანუ ყველგან უწევს ამოჭრა, ბევრი, ანუ იმ ქრონომეტრაჟი რაც უნდა გავიდეს კინოთეატრში, ვერ ატევს. სამსასი უნდა. რასაც იწვევს მე დიდი ფილმს იღებს, რომელიდანაც ამოჭრა უხდება და მე ეს ამოჭრელი აღარ ვარ გახოლმე, ასე ვთქვათ რა. და ლუდინი მე ეწოდებული დირექტორის ვერსიისა, ამ შემთხვევაში რეჟისორული ვერსიისა, რომელიც ბევრად უკეთესია და ეს ამდენჯერ მოუვიდა უკვე ხო, Blade Runner-ი ასეთი გზა გაიარა, ზეციურმა სამეფომ ასეთი გზა გაიარა. პრინციპში ახალი ფილმებიდანაც მის ფილმებში როგორც ისე თუნდაც Alien-ის ახალი ის რო გააკეთა Prometheus და შემდეგ იქაც კი უფრო ვრცელი ვერსია, უფრო უმჯობესია. ეს Alien-ის director's cut-ი პირკით მოკლეა. უფრო 1 წუთით მოკლეა იმაზე. უბრალოდ იქ მონტაჟი ოდნავ სხვა ძველი Alien-ის ხო 79-ის. სცენა ჩამატე ხო პირველი, ანუ რაც სცენები ჩამატებული, მაგრამ ისე გადამონტაჟებული რომ რამდენიმე წუთი რა 55 წამით უფრო მოკლეა პირველი. არა, მე გულისხმობდი ამ შემთხვევაში Prometheus და ეს რო გადაიღო შემდეგ რა. მაგის სრული ვერსიას მოხდა არ არსებობს. ხო, რაღაცა ნაწილები როგორც ვიცი, ან შემორჩენილი, რომელიც ხო, წაშლის სცენები. და სამწუხაროდ რომელზე არ შეგვიძლია ვიხილოთ, აი როგორც რომ დავჯერდეთ და კინოს რომ უყუროთ, მარტო არა და როგორც ვიცი, ზოგიერთი ისეთი სცენა კარგად ხსნის, ისეთ საკითხებს, რომლებიც არ ჩანს, ხო, არა და ფილმში და მე იკარგება, რა თქმა უნდა. ასე რომ ალბათ რიდლი სკოტის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ვერ ახერხებს ამ ქრონომეტრაჟის გამოყენებას სკოლაში რო წერთ ესეებს, ხო, მაგალითად და უნდა ჩაეტიო რაღაც გვერდზე და მე ქულებს გააკლებოთ გადაცდები. 500 სიტყვა რო უნდა იყოს და შენ რო 1000 წერ და მე ვერ ახერხებ იმის შემოკლებას. ქულა გაკლება პირიქით. 500-ში კარგი იყოს, ხო, აი ახლა ეს მოზდის ხოლმე ყოველთვის არა და მართლაც რეჟისორული ვერსია უკეთესია. მეც პირადად აღნიშნავ ამას, რომ როცა ვნახე რეჟისორული ვერსია, მივხვდი რატომ ამბობდნენ, რომ ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ლოგიკური ხო? ზოგი პერსონაჟის მოტივაციები. კი, არა, ბევრი რამე არ არის ახსნელი ორიგინალში და შესაბამისად, ხო, იკარგება და დავისთავად აქ რო ნახავ, მაინც კონტექსტი ეძლევა, სიუჟეტი სრული არის ამ შემთხვევაში უფრო რა. ახლა ჩვენ მხატვრულ სუჟეტს ვამბობ და არა ისტორიულზე. ისტორიულზე მაინც უფრო მეტი შეცდომა. ხო, ისტორიულზე ნამდვილად. აჩიღმა მხატვრულ ხერხს და ნარატივს. როგორც ვიცი, ეს ფილმი გადაღებული არის ჩრდილოეთ აფრიკაში, ხო? მაროკოში და ეტყობა რა მხრივ რომ ლანდშაფტს თუ დავაკვირდებით ფილმში, აი როცა იერუსალიმში ჩადის, როცა ზედმეტად უდაბნო არის, ანუ იმასთან შედარებით, რაც მართლა ან პალესტინა კი რა თქმა უნდა, ეხლა ყველა წარმოუდგენია რომ რაღაც ხრიოკი და ეს შემდეგ, მაგრამ საჰარის უდაბნოს არ გავს ნამდვილად, ხო? ან ჩრდილო აფრიკა ეს და არა ახლო აღმოსავლეთი. გეოგრაფიულად ცოტა კი, ფილმს რო უყურებ, რაღაც შეფიჭდება, გიჩნდება რომ საჰარის უდაბნოშია იერუსალიმი, რაღაცნაირად ჩადგმული. ფაქტურად არის. გვერდითა, ანუ საჰარის უდაბნო უფრო ახლოს არის მგონი მაროკოსთან, ვიდრე ახლო აღმოსავლეთით. ხო, და რაღაცნაირად აი ეს
მე შევნიშნე და ეს ვაშოს სკოტის ფილმებს ახასიათებს ხოლმე, თუნდაც ახასიათებს იგივე ნაპოლეონსაც, რომელიც ბოლოს გადაიღო და მალტაზია გადაღებული და ანუ საფრანგეთი, რომელიც ძალიან მწვანეა, ძალიან ხასხასაა, ძალიან ფერადია, არის წარმოდგენილი მაროკოს რაღაცა აი ყველანაირი გამწვანების გარეშე, ქვის და რაღაც ქვიშის ფერი ნაგებობები. დაემატებინა კომპიუტერთან ის ხო, რატომღაც აი მასე გააკეთა. მაგალითად მომან მელ გიბსონმა მაგალითად თავის მეერშებს ცალკე გავარჩიეს ომის ფილმი რომ აქვს Hawks Rage მე რო ფილმზე. ძალიან მაგარი ფილმია. მთელი ფილმი გადაღებული ავსტრალიაში, ანუ ის მაგის იაპონია ავსტრალიაში გადაღებული. ეს იაპონური პერსონაჟი ავსტრალიაშია, ანუ შეიძლება. და საინტერესოა რომ სერიალი შოგუნი, რომელიც შაშენ გამოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სერიალი ალბათ ასე გაკეთებულა, კანადაშია გადაღებული დიდწილად და იაპონია ისეა გამოწარმოდგენილი, რომ აი იაპონელი რო შეედავება. და იაპონური აქვს ატმოსფერო აქვს ამ ფილმს მიუხედავად იმისა, რომ არ არის იაპონიაში გადაღებული. ანუ შესაძლებელი არის ამის გაკეთება ყოველთვის რეჟისორს უნდა რა. ზოგადი ამერიკელი მაყურებელი რომ ავიღოთ, ალბათ მაგას როცა ვამბობთ იერუსალიმი, ალბათ მაინც უდაბნო წარმოუდგენია და მაგაზე გათვლილი. კი, ალბათ მაგაზე გათვლილი. საერთოდ აი აქ ამ ფილმში სტერეოტიპებზეც შეიძლება რა ითქვას. ნუ ერთი შენახსენე რომ ეს ერაყის ომს უკავშირდება ხო რაღაცნაირად და ამიტომ რომ ან 21 საუკუნის პოლიტიკა და მორალი გადადებული მე-18 საუკუნეზე. კი და ალბათ მაგ პერიოდის ამერიკაში წარმოიდგინე საერთოდ ამერიკული საზოგადოება გარკვეულწილად აი ომის წინააღმდეგ განწყობილი ყოველწლიურად ხომ ვიეტნამის ომიდან მოყოლებული განსაკუთრებით. ხო, როდესაც ვერ იგებენ ომი იწელება და უკვე მიზანი ქრება ნელ-ნელა, მაშინ ხალხი უკვე ბრაზდება. ეს დემოკრატიაა და ხმა აქვთ. შესაბამისად აი აქაც ალბათ ეს მომენტი ძალიან მკაფიოდ ამ φιλმში და ზოგადად ამ ერაყის ომზე გადაღებულ ფილმებში გამოკვეთილი არის ხოლმე ეს რა ანუ როგორ ანა ჩვენ ჯვაროსნები რომ ჯერ ანუ იდეა რომ აი საფრთხო იდეის გამომივიდივართ ანუ ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ხო მაგრამ მე ნელ-ნელა ანუ ვლინდება ანუ უფრო პოზიტიურ პერსონაჟს რა თქმა უნდა უჩნდებათ ის იდეა რომ მერკანტილური მიზნები ჩვენ მართლა უფლის გამოვიძვით აქა თუ ეს უბრალოდ უნდა რაღაცა ნავთობის მოპოვება ტირე მიწა ამაზე ესეც უნდა ითქვას რომ ამერიკელებს ზოგადად ერაყის ომის მერე აქვთ გარკვეული კომპლექსი და სოფლიო პოლიტიკაში დაკარგეს აი ეს რაღაცა სამართლიანი დემოკრატიის დამცველის როლი იმიტომ რომ ანუ რეპუტაციულად ძალიან დიდი ზიანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და აი მე ყოველთვის ამის წამოძახება ხდებოდა ხოლმე ამერიკელებზე რომ აი თქვენ ერაყი რატო დაიღეთ და შემდეგ ხო რამაც მე გამოიწვია ის რომ სხვა ძალები რომლებიც ამერიკის მოწინააღმდეგები იყვნენ რეპუტაციულად ამას ყოველთვის იყენებდნენ ხოლმე ამერიკაზე ზემოქმედებისათვის გარკვეულწილად ასე რომ გასაგები არის ეს мотиваცია გარკვეულწილად რაც ამაზე არსებობს. პატარა დამთხოვა მაშინ ბუშის ყველაზე დიდი ჩირლიდერი სხვა ქვეყნებში იყო ტონი ბლერი ანუ ბრიტანეთის პრემიერი და აი აქ მაიკლ შინი მსახიობი პატარა უსამშროს ფილმში მაგან ითამაშა ბლერი ორჯერ და ძალიან როგორც მსახიობი ასოცირებული იყო მაგის სახესთან, იმიტომ ძალიან უფრო კეთილშობილ სახეს აძლევდა. კი, ნახე მაქვს შესრულებული ტონი ბლერი. სხვაჯერ ფიზიკურადაც საკმაოდ გავს და მაგითო და მაგ პატარა საინტერესო დამთხოვა. კი, გავს. ისე უნდა თქვათ ამაზეც როგორ შეარჩია და ვინ თამაშობენ ორლანდო ბლუმი, რომელიც ძალიან პოპულარული მსახიობი იყო ამ პერიოდში, ნუ ჯერ ითამაშა მეჭდების ზანებელში, მერეაც გამოჩნდა, ითამაშა მე რა თქმა უნდა კარიბის ზღვის მეკობრეებში, ერთ-ერთი წამყვანი როლი და ცნობილია და პრინციპში ანუ ამის გარდა ანუ რამდენიმე ცალკეულ ფილმს თუ არ დავასახელებთ კიდევ, აი ორლანდო ბლუმის კარიერა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ ძირითადი ფილმით აი ამით შემოიფარგლა მეტნაკლებად. მაგის იქით კი აღარ მახსოვს 2005 წელს. ხო, ანუ მე ვერ ვიხსენებ. ეგ არის ჰობიტი რომ არის ყველა მსახიობს რაღაცა 10 წლეული აქვს ხოლმე თითქოს გაბწყინებისა რა დროსაც მას ხშირად იღებენ და მე ბოლოს რომელიღაცა ცოტა არასერიოზულ ფილმში ითამაშებს ან ეს ფილმი ჩავარდება და ეს მსახიობი იკარგება ხოლმე საერთოდ მაგ ჩარნ არ ქონია ანუ მე დაროცა 2005 წიკით მე ვთქვი ანუ ახალ როლებში მე ვილწორნა ითამაშა 2007-მდე მაგრამ იმის იქიდან ჩარნაც არ ქონია უბრალოდ რა ვიცი ალბათ საკმარისი იყო მაგისთვის თან ნეტყობად მოსყინდათ ასე ვთქვათ რა რეჟისორებსაც უკვე და ახალი სახეებიც სჭირდებოდათ ხო ასე ყოველთვის ხდება ხოლმე შესაძლოა აი მაგალითად მე მახსენდება ხოლმე ყოველთვის ბრენდან ფრეიზერი რომელიც მაგის პირადი პრობლემაც ქონდა მას მაინც ყველაზე მეტად კარიერულად დაარტყა იმ ტარზანის როლმა რომელიც მე ძალიან არასერიოზულად აღიქვამდნენ ამ მსახიობს და მუმია მაგის მერე იყო ხო მან მუმიაში ძალიან კარგი მომენტი დაიკარგა პრინციპში ხო ნუ რეპუტაციულად რამდენიმე ფილმმა რომელშიც ძალიან ესეთი ცუდი შედეგები დადო პირადი პრობლემები გრაც ამასაც ეგ მოყვა და საბოლოო ჯამში დაიკარგა ეს მსახიობი არა და ერთ დროს ძალიან ესეთი შესანიშნავი ისინი ქონდა კარიერა ქონდა რა მეტნაკლებად ახლა მსახიობად შეეხება ევა გრინი აქ მაგის მგონი პირველი დიდი ჰოლივუდის ფილმი შეიძლება ხო ალბათ ევა გრინი ამ ფილმით გაიცნო
სოფლიო მოკლედ რომ ვთქვა. ჰოლივუდმა ყოველ შემთხვევაში. ჰოლივუდმა და ზოგადად ანუ ეხა ეს ფილმი მიუხედავად იმისა რომ ერთ შეხედვით კინოთეატრებში ჩავარ და მაინც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნახე და ძალიან პოპულარული ფილმი არის. მით უმეტეს მას შემდეგ. შეიძლება როგორც Blade, ის რასენდო როგორც Blade Runner-ი ძალიან ზოგს ორივე Blade Runner-ი და Scott-ის და ეს. აი მაგრამ გვენდებას და ზოგმა უფრო სურათები და სკრინშოტები ის მაგ ფილმიდან რა თქვა და Facebook-ზე რომ ნახა და ვიდრე თვითონ ფილმი. როგორც Blade Runner 2 რომელიც ნუ არა Scott-ის აი ცნობილი სცენა რომ Ryan Gosling ვილნევის არის ხო? ვილნევის ხო ძუნა. Ryan Gosling-ის ზემოთ რომ იყურება და დიდი ჰოლოგრამა უზარმაზ რომ შეყვა. ანუ ეგ სურათი უფრო მეტი იმგონი ხალხმა უბრალოდ იცის როგორც თქვა რაღაცა მემე ან ვიზუალი, ვიდრე როგორც კონტექსტის ზოგადად არის და აქაც ბევრი სურათი თქვა Baldwin-ი თვითონ შეტევა სალადინი კი, აი Baldwin განსაკუთრებით რა. ხო, background. Facebook-ზე და Instagram-ზე. ეგ იყო ინსპირაცია ამ პოდკასტის ჩაწერისას, იმიტომ რომ სულ გენხვდებოდა ხოლმე რა Baldwin-ის. Facebook-ზე მოესურათეს და ხო. კი, და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ბევრი მოწონება ჰქონდა მაგ როცა გამოვაცხადე მოკლედ რომ თქვა რომ ამაზე ეპიზოდს გავაკეთებდით. ხო, სად დანარჩენებიდან Liam-Neeson-ს გამოვარჩევდი, Liam-Neeson-ი, ნუ ეს კაცი ყოველთვის აქტუალური იყო ხოლმე. სულ ასწავლის ახალგაზრდა მეომრებს. კი, ყოველთვის ვარსკვლავური ომები და დაწყება. ვარსკვლავური ომები ბეტმენსაც ასწავლა, ნარნიაში ასლანია, რაც იესოს ალეგორია და ახალგაზრდებსაც ვთქვათ მოძღვრავს. Liam-Neeson თუ გასწავლის მაგარი ტიპი ხარ. Godfrey-ს როლს ასრულებს და ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდაც. ანუ კარგი შესრულება მისი მხრიდან. გამოვარჩევდი რა თქმა უნდა Norton-ს, რომელიც არის ზუსტად Baldwin-ის. ეგ პერსონაჟი Godfrey-ის რეალურად არსებობდა თუ ეგ გამოგონილია? იცი რა, ზუსტად მართალი რომ გითხრა, მართლა მამა იყო? ახსოვს რომ Balien-ის მამა ისტორიულად ვინ იყო, მაგრამ სავარაუდოდ იყო. უბრალოდ საქმე იმაშია რომ აქ როგორც არის წარმოჩენილი რომ იქიდან მოდის და ასე შემდეგ, რომ ეს რა თქმა უნდა ინტერპრეტაცია არის. აქ ფაქტობრივად ნეწარკია. ხო, აქ ინტერპრეტაცია არის გარკვეულწილად ეს უკვე რეჟისორისა. ხო, რაც შეეხება დანარჩენ Edward Norton-ი უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც ისიც კი ითხოვა რომ არ ჩამსვათო ტიტრებშიო, ხო, ფილმისაო. ხო, მისტიური დარჩესო. ხო, რომ კასტიში არ იყო, იმიტომ რომ არც ჩანს ფაქტობრივად, ხო, მას ნიღაბი უკეთია სახეზე და მით თუ ვერ ვიცნობ, ვერ გაგება. ერთადერთგან არის, როცა მოხსნის ნიღაბს თავისი და მაშინ სახე კეთეს გამისი აქვს დამახინჯებული, რომ არც უბრალოდ ის გაკეთებულია, ასე ვთქვათ, ეგ და არა Edward Norton-ი მართლა. ეს შეიძლება Gary Oldman-სგან გადაიღო, რომელიც როცა ფილმში Hannibal-ში თამაშობდა, როცა მაგის პერსონაჟის სახე ფაქტობრივად ის დამახინჯებული აქვს. მან მოითხოვა რომ ტიტრები და მართლა წამოიღე. Ridley Scott-ის ფილმია ეს ასე Hannibal-ი. ეხლა მივხვდი ხო და იქ ამოიღეს და აი ვიცი, Norton-ი არის ტიტრებში თორე კი აღარ მახსოვს. მე მგონი მაინც არის ჩასული. გონი მაგის ანუ ხო ალბათ Gary Oldman-ის სიტყვა უფრო ზუსტია, ეგ არ ჩასვეს და Norton-ი არ ჩასვეს. აქ თამაშობს ასევე Marton Scorsese, რომელიც Ridley Scott-ის ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი არის და მის ფილმებში გამოჩნდება ხოლმე. ეს კაცი პირველად გავიგეთ ჩვენ Galadriel-ის მეუღლე. როგორც ბეჭდების ზანებელში კელებორნის როლში არის იქ Galadriel-ის მეუღლისა. შემდგომში სხვაშორის უკანასკნელ დუელშიც არის. უკანასკნელ დუელში თამაშობს და აი მაშინ მოკარი თვალი Ridley Scott-ი აი მაგით იკითხება ხოლმე Marton Scorsese სადღაც უნდა იყოს იქ რა. ის ძებაში მგონი მარტო იმდენ იყო ხალხაზანდიელია. იქ ხო შესაძლოა ხო, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ეს მსახიობი ესე წარმოშობილი. 90-იანების ბოლო. ხო, რაღაც უბრალო დაბალი კლასის ბლოკბასტერებში თამაშობს ხოლმე სხვადასხვა შორის 3X-ი და ასე შემდეგ რა სხვადასხვა იმაში. მაგრამ ნუ Abraham Lincoln-ი ვამპირებს მონადირეა. ის გავამპირებს გოდი ლინკოლნის დედას. აი ეს ინტერესტული ბიოგრაფია. გარდა ამათი არის Brendan Gleeson-ი, ირლანდიელი მსახიობი, შესანიშნავი, რომელიც ყოველთვის Colin Farrell-თან ერთად თამაშობს ხოლმე, მაგრამ ანუ გამონაკლისებიც არის. ნუ ეს კაცი, რა თქმა უნდა, ისტორიულ ფილმებშიც ძალიან ხშირად გვინახავს, მათ შორის გვინახავს მამაც გულშიც, თავად თანამებრძოლი როცა არის. ხო, თანამებრძოლი არის ამ შემთხვევაში უილიამ ვოლასისა, ხო და ძალიან საინტერესო როლი აქვს, თუმცა ამას გარდა ალბათ ყველაზე ცნობილი მაინც ჩვენ პერიოდში არის ბრიუგეთი, ფილმი ბრიუგეში, როცა Colin Farrell-ი და ის მინდა ირლანდიური ფილმი როგორც ერთად თამაშობენ. ასევე არის კიდე ხო ინიშერინის ბანში სოფანიშენ როცა რომელშიც ასევე ის და Colin Farrell თამაშობენ. მოკლედ ეს წვილი არის. ახალგაზრდა ასე ვთქვათ მაყურებლებისთვის ეს გრიუმი ეს რუსულად თქვი. როგორია მუდი ხო? ხო. იმდა Harry Potter-ის კი Alastor Moody Harry Potter-დან. ხო, Alastor Moody Harry Potter-დან. და აქ თამაშობს ძალიან ესე ვთქვათ ბოროტი პერსონაჟის როლს. ეგ ცალკე გავარჩიოთ რატომ არის ამ ფილმში ბოროტები და ჰოლივუდურები. კი, ძალიან ჰოლივუდურები და ძალიან სტერეოტიპულად ბოროტი პერსონაჟები არიან. ანუ ამ ფილმში გარკვეულწილად აი ის რაღაცა ბურუსი რაც არის ხოლმე კეთილსა და ბოროტს შორის არ არსებობს. ანუ ფაქტობრივად გამიჯნული არის ერთმანეთისაგან თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი ამ შემთხვევაში და ეს ალბათ განზრახაც არის გაკეთებული რა თქმა უნდა, ხო? კეთილი ევროპელი ამ ფილმში არის ის რომელიც უნდა აბსოლუტურ მშვიდობა და თანმცხოვრება მუსულმან მოსახლეობასთან და რომელმიც ხვდება თუ რამდენად ბარბაროსულია ჯვაროსნული ლაშქრობები და ასე ვთქვათ
ინანიებს თავის ხალხის წოდებს. ეგაა კეთილი ევროპელი აქ. ხო, ასევე ყავს ჰარი პოტერიდან კიდევ ერთი მსახიობი, ხო? ხო, თვითონ ისე რა ქვია, ჰოსპიტალიერი, ანუ პროფესორი ლუპინია, კი. დევიდ ტიულისი. ბრიტანეთის ცნობილი მსახიობი. კი, შესანიშნავი მსახიობია. მე სადაც მინახავს ყველა ფილმში, ვთქვათ, საშუალოზე მაღალ კლასს აჩვენებს ყოველთვის და აქაც მისი ჰოსპიტალიერი ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ეს ჰოსპიტალიერი ზოგადად ამ ფილმში რაღაცნაირად ჩემთვის არ ასოცირდებოდა ხოლმე არასოდეს კონკრეტულ პიროვნებასთან. თითქოს რაღაცა აი ამ სამყაროს მორალს წარმოადგენდა. მორალური კომპასი წარმოადგენდა ამ სამყაროსი, რომელსაც ეს ყველაფერი კარგად გაცნობიერებული აქვს, ესმის და გადასცემს ამას ბალიანსს. თვითონ რაინ ჰოსპიტალებს თქვა და ცოტა ჩდება ხო მაგაში, იმიტომ რომ კი, გარკვეულწილად, მაგრამ აქ ისიც უნდა თქვა, რომ ტამპლიერები არის ამგვარად ამოვარდნილი ყველანაირი კონტექსტიდან, იმიტომ რომ ჰოსპიტალიერები გამოყვანილები არიან მეტნაკლებად მაინც უფრო აი რაიმონდ ტრიპოლელისა და მეფის მომხრეებად და აი ტამპლიერები გალაქტიკური იმპერია, ორკები. რაღაცა ბოროტი სულებად არიან გამოყვანილები. ხო, დანარჩენი ხე იცი რა, რაღაცა სტერეოტიპებზე რომ თქვა, რაც კინემატოგრაფიული სტერეოტიპებია, ერთი არის ატმოსფერო, რომელიც არსებობს ამ ფილმში შექმნილია რიდლი სკოტის მიერ და დამახასიათებელი არის მისი ისტორიული ფილმებისთვის, აი ეს რაღაცა ლურჯი, შავი ფერები. ხო, ევროპა, ანუ საფრანგეთი ცივი, უსულო, გარყვნილი არ ვიტყვი, მაგრამ იქ როგორც ვხედავთ, ანუ მთავარი გმირის როგორც ვთქვათ, ძმა, ანუ არა ბიოლოგიური ძმა, რომელიც არის ნახევარი ძმა, არა, მოკლედ. ნახევარი ძმა, სასულიერო პირი, ანუ არის ძალიან არც ანუ მართლაც ვისთხას რო გავს, ძალიან ანუ არ არის პოზიტიური არანაირად, იპარავს გარდაცვლილი ანუ ქალის რაინდან ჯვარს, ის ფული რომელიც უნდა გადასცეს, ანუ ძმას ის იპარავს, მღვდელი, იპარავს ფულს, ხო? და ანუ არის საიზღარი ადამიანი და მე ვხედავთ, ნუ როგორი უფრო ანუ სული და ღმერთი თითქოს აღარ დარჩა ევროპაში და მე როცა გადავდივართ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც უკვე ფერადია, თბილი და ანუ იქ ანუ კულტურა არის, იქ რა თქმა უნდა, უბრალოდ რო სულიერია და ის აფსებენ კულტურას. ხო, ცხოვრების დონედეს ის კი უფრო მაღალია, თქოს ისეა ნაჩვენები რა, უფრო კარგად ცხოვრობ. ისიც თქვა, ნუ ცოტა ფინალზე ვიტყვი, როცა ნუ სპოილერი არ არის, რომ ის საადინი იპყრობს, მგონია, ყველა ვიცით ეგ. ხო, აი ხა ისტორიაზე რო გადავალ, აი მაგ კონტრასტი მინდა ვთქვა. მაგ კონტრასტზეც ვიტყვი აუცილებლად. ის ცალკე სცენა, ანუ ის ორი ვერსიაშიც ამეს ვერსიად მე ველაპარაკობ, რომ დავარნილი ჯვარი, ანუ ქრისტიანობის სიმბოლო სალდინი აიღებს, ანუ მუსულმანი და დადგავს, ანუ იმდენად პატივს ცემს ეს მუსულმანი დამპყრობელი ქრისტიანობას. არა თქმა უნდა, ისტორიას არანაირად, რომ დადგავს ჯვარს იმიტომ და ის კონტრასტი იმასთან, რომ ეს ქრისტიანი ხალხი როგორ ასე ვთქვათ, ანადგურებდა და მაგის კულტურას და შეურწყობას აყენებდა და აი ეს მუსულმანი კაცი როგორ ეს პატივს. თუმცა რა არის, იცი, მან საინტერესო, აი მე ვფიქრობ, რომ სალადინის აი ამ ნაბიჯით რომ ამას რაკეთებს, ხო? აქ რადგან მოწოდება არის მშვიდობისკენ ზოგადად და ის რომ შეჩერდეს ომები, შეჩერდეს სისხლის ზღვა წმინდა მიწაზე და შემდეგ ხო რაც რიდლი სკოტი ცდილობს რომ გადმოსცეს ამ ფილმიდან, გარკვეულწილად აი ამის ნიშანია ესეც, ხო, რომ აი სალადინს და ზოგადად აი დიდ მართველებს ასე ჩანს, აი იგივე ამ შემთხვევაში ბალდუინსაც, ბალდუინ მეოთხეს, რომელიც კეთროვანი მეფე არის და სალადინი ერთმანეთისა კარგად ესმით, ძენი მართველები, მშვიდობას. ხო, ორივეს და ორივე აცნობიერებს, რომ აი ეს რელიგიური შინაარსი, რასაც ეს ომი ატარებს, არის ამ შემთხვევაში არასერიოზული, არ უნდა იყოს ეს ამ მიზეზი, რომ ადამიანები ერთმანეთი დახოცონ ამ შემთხვევაში. ბალდუინის მუსულმანი მსახურები ყავს, რომელსაც პატივს ცემს. ექიმებს უგზავნის სალადინი და შემდეგ ან როგორც ცემენ ისე ამათი ურთიერთობა რაღაც თითქოს სიმბიოზი არის რა ისლამური და ქრისტიანული სამყაროსი ის რომ აი ხალხებს შორის როგორი ურთიერთობა უნდა სუფევდეს. თანამედროვე გლობალისტები არიან შეიძლება ვთქვა, ანუ გეოპოლიტიკა კარგად ესწრებს. ზოგადად ჯვაროსნული ომები ძალიან ინტერნაციონალური თემა არის. აი მაგალითად აი რადგან ფილმს გავიხილავთ ჩვენ კინემატოგრაფიულად უფრო აქვე აღნიშნავდი რომ ძალიან მომეწონა მე ის რომ ინტერნაციონალური არის ფილმის შემადგენლობა, იმიტომ რომ ჯვაროსნული მოძრაობა და ჯვაროსნული ომები ხო, ზოგადად არის, არ არის რაღაც შეზღუდული ამ თვალსაზრისით რა. იქ არაბებიც არიან, იქ ბიზანტიელები და ბერძნები ამ შემთხვევაში, ისინიც არიან სირიელები, ევროპიდან ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება იყოს ფაქტობრივად, ხო, სკანდინავიელი იქნება ეს ინგლისელი, ფრანგი, ესპანელი თუ ასე შემდეგ, იტალიელი თუ ყველა მონაწილე. შეიძლება უნგრელი იყოს ამ შემთხვევაში ბალკანეთიდან და არა, გამორჩა შესაბამისად აქ როდესაც რიდლი სკოტი აჩვენებს, რომ ინტერნაციონალური კომპანია, ანუ საერთაშორისო რაღაც ჯგუფი ყავს გოდფრის, ხო, ამით აჩვენებს ამას, რომ აი ჯვაროსნული ომის ხასიათს გარკვეულწილად, რომ ეს არის მოვლენა, რომელიც გლობალური მასშტაბისა არის და მოიცავს ყველა მათგანს. ეს გადმოცემულია. კი, კარგად არის გადმოცემული ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ არის ბევრი სტერეოტიპული შუა საუკუნოვანი წარმოდგენაზე ხაზი გასმული, მათ შორის თუნდაც ის, რომ აი ევროპა ესეთი ღარები ღატაკი გაუბედურებული, ჩაბნელებული და შეგ არის. ხო, არა, რენესანსი არ იწყებოდა უკვე. არა, რენესანსი არ იწყებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის
კონტრასტი რაც აქ არის დაცული, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას. მუსლიმანური სამყარო რამდენად რეალურად ეგეთი უფრო არა, რა თქმა უნდა, აქ ამას ვთქვით, რომ აქვს მიზეზი გარკვეულწილად რა. ამას ისტორიული საფუძველიც აქვს, სხვათა შორის, ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული პერიოდების მიხედვით, მაგრამ ამასაც გავარჩიო, თქმა უნდა. ხო, ერთი მსახიობი გამომრჩა და უნდა ვახსენო, იმიტომ რომ ბევრი მიაქცევდა ყურადღებას ამ ფილმში, როცა გოტფრის თან ახლავს გერმანელი მეომარი თან, რომელიც როლსაც ასრულებს იუკო აჰოლა, ეს არის ფინელი სტრონგმენი, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული World's Strongest Man, ანუ სოფლის ყველაზე ძლიერი კაცი გახდა ორჯერ 97 და 99 წლებში და ამ ფილმში ჩემი აზრით ძალიან სახასიათო პერსონაჟი შექმნა. მან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ჩანს. ხო, მოკლე პერიოდში ჩანს და მიუხედავად ამისა ძალიან სახასიათო არის და ყველას დაამახსოვრდა რაღაცნაირად ეს კაცი აქ და რამდენიმე კარგი სცენა არის ზოგადად, რომელშიც ისიც მონაწილეობს. შესაბამისად ისიც დარჩა გარკვეულწილად აი ხალხის მეხსიერებაში. ვახსენებდი აუცილებლად აი მოგზაურობის თემას, ანუ შუა საუკუნეების ევროპაში როგორ ხდება მოგზაურობა, გარკვეულწილად კარგად არის გადმოცემული ფილმში, კონტრასტიც მაგალითად გადადიან სხვა იტალიაში, მე მესინა სპორტში არის. ხო, როგორ იცვლება. ზე ამოდის უცებ. იდეაში აი ესეც გარკვეულწილად სტერეოტიპული წარმოდგენა არის, ხო, რომ როგორ იცვლება სხვადასხვა გარემოში ფერები ამ შემთხვევაში. თამედურ ფილმში მექსიკაში გავიდოთ, თუ ყვითელია ყველაფერი. მექსიკა და ტეხასიც თუ არის ხომ ამ შემთხვევაში, რაღაც ყოველწლიურად ხომ რაღაც ყვითელი ის რო ადევს დამატებით, კიდე ფონი და თითქოს ჰაერში სუის არის ქვიშის ქარიშხალია თითქოს თვლიანად რა არწივის ხმა გვესმის რაც შეიძლება მოდებული ყველა იმას ქვეყანას და ყველას ის რაღაც თავისებური სახასიათებს ფილტრი ანუ მექსიკური ფილტრი ქვია მაგას და იმას ხო რუსეთი ყოველთვის ნაცრისფერი და ძალიან ღია ფერებია ხომ ან კონტრასტული არა ამ შემთხვევაში თუ ეხება საქმე ახლო აღმოსავლეთს იქ უფრო კონტრასტი არის მიცემული და უფრო მუქი მაგრამ ამავე დროს უდაბნოდ არის წარმოდგენილი რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს მაინც რაღაც უდაბნოში ხდება თითქოს მოქმედება ყოველთვის იმიტომ სტერეოტიპულად ასე წარმოდგენა არსებობს მათ შესახებ ხო აი თუ ჩინეთია ხოლმე იაპონია და შემდეგ იქ როგორია იცი უფრო ნესტიანი უფრო არის რაღაც ბამბუკები და ასე შემდეგ ანუ ყველა სივრცეს ახასიათებს რაღაცა თავისებური რომელზეც მაყურებელი ხდება კი ნამდვილად და ამ ფილმს ძალიან კარგად ახასიათებს ეგ რა ანუ ძალიან ბევრგან არის გაკეთებული მსგავსი რამ ხო რო ჩადიან იერუსალიმში იქაც ჩანს როგორ იცვლება მე ეს კონტრასტი როგორ არის და რანაირია იერუსალიმი და შემდეგ ერთი მსახიობი გამოგჩა კიდე კევინ მაკიდი და რატომ ვახსენებ მას ამ ფილმში დიდი როლი არა აქვს მეორე ხარისხოვანია ძალიან მაგრამ ეს არის ჩემი საყვარელი ისტორიული სერიალის რომის მსახიობი რომი არის HBO-ს 2005-2007 სავარაუდოდ 2005-2007 წლების სერიალი ორი სეზონიანი სერიალია სულ რომელშიც ის ასრულებს რომაელი ლეგიონერის ლუციუს ვორენუსის როლს და ამ ფილმშიც აი პარალელურად თამაშობს 2005 წელს არის გადაღებული რომიც და ესეც და შესაბამისად აი ორივეგან ეს მსახიობი არის წარმოდგენილი ძალიან სახასიათო გარეგნობა აქვს და ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის აქაც და იქაც ამ შემთხვევაში. ბატონი აირონსი გამოგჩა. ხო, ჯერემი აირონსი, რა თქმა უნდა, როგორ გამომჩა ჯერემი აირონსი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი არის ყველა დროის, განსაკუთრებით მისი ხმა არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ჰოლივუდისთვის. ხო, როცა ის ბოლო-ბოლო ხა ბავშვობიდან გვახსოვს ჩვენ სიმბას ბოროტებიძა შრამი, ასე ვთქვათ, სკარ, ხო, რომელსაც ის ახმოვანებს და ძალიან განსაკუთრებული ხმა აქვს საკუთრებთან შედარებით. ბოროტე ბრიტანული. ხო, ჯერემი აირონსი ამ ხრივ ნამდვილად გამოირჩევა და აქ ასრულებს ის ტრიპოლის გრაფის ამ შემთხვევაში აქ ტიბერიუსი ქვია თუმცა ეს ტრიპოლისში შემოვიდა ხო არავინ არსებობდა მსგავსი მაგრამ ნუ ტიბერიუსს ეძახიან ამ ფილმში და ნუ ყოველ შემთხვევაში სახასიათო სახეს ქმნის რა ამ პერსონაჟისა აქვე ვახსენებდი იმას რომ აი შუა საუკუნეებში რომანტიკული წარმოდგენიდან რაღაცები აქვს აღებული რიდლი სკოტს თუნდაც აი ის როგორი ჩვენაც ვახსენეთ როგორი გარემოც არის როგორი ღარიბია იქაურობა თითქოს როგორი გაუბედურებული ფეოდალები როგორ ჩაგრავენ ასე შემდეგ აი სტერეოტიპული კლასი არის გასმული ანუ ეს არა ანუ თან ისე თქვა რომ ანუ ისტორიული ბალიელი არ იყო ანუ უბრალოდ ბასტარდი ესე რომ თქვა იყო მართლა არა ბალიან იბელინი პალესტინაში იყო დაბადებული ან ჯვაროსნულ სამყაროში აქტობრივად სრული ანუ ის იყო შთამომავალი იმ დიდი ჯვაროსნებისა რომლებმაც თავის ძოზე იერუსალიმი აიღეს და დაიპყრეს ხო აქ ნაბიჯურად არის წარმოქმნილი ხო ნაბიჯვარი ესე თქვა რომელიც ამ ბნელი ევროპიდან უხმესაც ანუ ისე თქვა ამ ის ისტორიას მისწავლა მაგისი ცოლს მოიშლება მუცელი მაგზანთ ის თავს მოიკლავს ყველა ეს თვითვალით უყურებს და ანუ ხვდება რომ ამ ბნელ უღმერთო ევროპაში აღარაფერი აღარ დარჩა და უნდა ახალი ცხოვრება დაიწყოს იერუსალიმში სადაც მგონი ისტორიული პრეცედენტი მაგას აქვს ჯეროდა
უნდათ რომ თუ იქ ჩახვიდოდი, ანუ არა, ეგ არის ხო, რა თქმა უნდა. ყველა ცოდა მოგინა. კი, პილიგრიმობაზე მაგიტო როგორც ხო, პილიგრიმობა. მუსლიმები ჰაჯის ასრულებენ ამ შემთხვევაში, პილიგრიმობა ევროპა არა მარტო იერუსალიმში მიდიოდნენ, ოღონდ. ძალიან ბევრი პილიგრიმობის ადგილი იყო, მაგალითად ესპანეთში იყო სანტიაგო დე კომპოსტელას მონასტერი, სადაც მთელი ევროპიდან ტურისტები ჩადიოდნენ ხოლმე პილიგრიმობაზე. ცოდები მონანიებული და ახალი ცხოვრების შანსი, ასე ვთქვათ, თავიდან დაიწყო, თავის კანონიერ მამასთან ერთად, ფოთრისთან. ეგ არის, ასე ვთქვათ, ჩამატებული და ანუ ის იწყებს კლასიკურ hero's journey, ეს პეჟო გმირის გზა არის, დასავლელი. ხერხია კლასიკური, რომელსაც გადის, ასე ვთქვათ, Luke Skywalker, Neo, Frodo, როდესაც გმირს, ასე ვთქვათ, უხმობს რაცა თავგადასავალი, ჯართან ხდება, მე რა თქმა უნდა ხდება და იქ, ანუ პოულობს, ვთქვათ, mentors, ანუ იჩენს, ანუ ასე ვთქვათ, ახალ მეგობრებს, მტრებს, რა თქმა უნდა, მაგას აქვს თავის low point-ი, ანუ ვთქვათ, ისეთი ყველაზე დაბალი წერტილი, სადაც ანუ რაცა ტრაგედია ხდება, მაგრამ ბოლოს ანუ ახალი ცოდნით, ну თუ სამყაროს არ გადაარჩენს, რამე ანუ ქალაქს მაინც გადაარჩენს და მოიპოვებს, ასე ვთქვათ, ახალ ცოდნას და სხვა ადამიანი დაბრუნება. პოვებს თავის ზეციურ სამეფოს. თუნდაც იყოს ახალგაზრდა. თავის ზეციურ სამეფოსაც პოვებს რაღაცნაირად. ხო, ასე ვთქვათ. ხო, ამ ფილმში უნდა ჩვენ კიდევ ახსენოთ არა ჰოლივუდის ან ბრიტანელი და ამერიკელი არა, მაგრამ სერიალი მსახიობი თამაშობს ჰასან მასუდი, რომელიც არის სალადინის როლში და ძალიან სახასიათო სალადინი შექმნა. ყველაზე გვახსოვს ეს კაცმა. ხო, ნამდვილად ძალიან სახასიათო სალადინი. მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ხა ეს ფილმი არ მემაჩნია, რომ ისტორიულად რაღაც ზუსტია და ასე უნდა წარმოვიდგინოთ, მაგრამ მე პირადად სალადინს წარმოვიდგენდი. ისე როგორც არის ამ შემთხვევაში, ჰასან მასუდისგან გარეგნულად განსახიერებული ამ შემთხვევაში, რაც ხიათ სალადინი როგორც არის ხოლმე აღწერია, იმას შეესაბამება. მაგას ქვია the rule of cool ხანდახან, ანუ მაგარი ტიპის, ანუ რა ვთქვათ, cool როგორც სახე, როდესაც ხანდახან არა ზუსტად ისტორიული სუსიუსტი არ გვჭირდება, ხანდახან უბრალოდ აი როგორც აი ციკს რომ წაიკითხა, როგორც წარმოვიდგენია. და ასევე ალექსანდერ სიდინგიც უნდა ვახსენოთ, რომელიც ბრიტანელი მსახიობია, თუმცა ეგვიპტური წარმომავლობისა, როგორც მახსოვს და აქ ასრულებს იმადადინ ალის პაჰანის როლს, რომელიც რეალურად არსებული პიროვნება იყო, ისტორიკოსი იყო ცნობილი თან თავისი ეპოქისა. შესაბამისად, ანუ კიდევ ერთი ისტორიული პერსონაჟი შეემატა ამ შემთხვევაში მისი სახით და ძალიან კარგად არის შესრულებული. თან ბალიელს ჯერ მსახური გონია. მთელი ისტორია ცხენთან. თვითონ გაასაღებს თავის თავს მსახურად ის რომ დაფაროს თავის წარმომავლობა. ცხენის მომენტი აქვს, ხო რომ ანუ ჯერ ისმის და ბოლოში უკან ისწემს. კი, ამას გონია რომ ის ბატონი მოკლა და სინამდვილეში თვითონ არის ეს ბატონი და ის იყო მსახური და საინტერესო ეპიზოდია ხოდა შორის. აი ეს მინდომი თქვა კლასის იმაზე, ანუ რატომ არის ნაბიჯვარი ჩვენი მთავარი გმირი, ხო, ანუ ის და ანუ კი აქვს რაღაცა ბედი და კი არის ასე თქვა არჩეული მესიასავით, მაგრამ ანუ აქ ხაზი იმას გასული მაინც დაბალი წარმოშობისაა. და აქ როგორც კლასიკურ ჰოლივუდის ფილმებში დაბალი წარმოშობის ხალხია ჭეშმარიტი გმირები და ყველა ვინც არის თქვა ასე თქვა ლურჯსისხლენი, არის დამპალი, არის ბოროტი, არის დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ისინი ვინც კეთილებენ ბოლდუინი რომელიც არის მაღალი წარმოშობის, ის რა თქმა უნდა არის ხალხისკენ და სულ პერიოდს არის რომ უნდა დაიცვა ხალხი. ხო. ну პრინციპში ბოროტი მდიდრები და კეთილი მდიდრები ფიქრობენ რა თქმა უნდა ხალხს. მოკლედ ეს სტერეოტიპებით არის ავსე ეს ფილმი, ბევრი კლასიკური ხერხია, რომ ანუ ჩვენ ხო ნორმალური ხალხი ვართ და ჩვენ გაგვიჩნდა სიმპათია რომ აი ჩვენკენ არის. ანუ რეალურად რომ დავაკვირდეთ ამ ფილმში რიდლი სკოტი ბევრ სიახლეს იმაში კინემატოგრაფიაში არ გვთავაზობს. კლასიკური ხერხს იყენებს, სტერეოტიპებს, იმ ატმოსფეროზე დადგენილ ფილტრებს, რომელიც უკვე არის, მაგრამ მთლიანობაში ამ ყველაფრისგან მაინც მან გამოიყვანა ეპიკური ხო, ეგა მიზანი. ეპიკური ბლოკბასტერი, რომელიც დღემდე პოპულარობას ინარჩუნებს. ანუ თითქოს ერთი შეხედვით კინოთეატრებში თავისუფლად ჩავარდა ეს ფილმი, მაგრამ მაინც შემორჩა ხო ამდენი ხანი ხა ჩვენ რომ ამაზე ვლაპარაკობთ დღეს. ესე იგი ამ ფილმს რაღაცა მნიშვნელობა დარჩა, რაღაცა ინტერესი არის. ხასიათებს როგორც ვთქვით, როგორც Blade Runner-ი. მერეაფსებენ უფრო. კი, გლადიატორი ხა პრინციპში თავიდანვე დაფასებული იყო და ოსკარიც აიღო და ну კაცი მგონი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ფილმს იღებს. აქამდე არ სჭირდება 95 წელს არ სჭირდება და ზოგი ცუდი იქნება, ზოგი კარგი. ელიენი ამ შემთხვევაში მე მგონი ყოველთვის მიღებული იყო, იმიტომ რომ თავის თავის ოსკარიც აქვს აღებული. შესაძლოა ფილმი როცა არის. კი, ნამდვილად და ამდენი წლის მანძილზე არ კარგავს და თანაც რა კარგავს, რატო იცი? მე მგონი რომ ეს ფილმი არ დაძველდა. ეხლაც როგორც თქვი ჩვენ წინ პოდკასტში ეფექტები შესანიშნავად არის ყველაფერი. ზოგი ფილმი როცა აიყვან თქვა მაღალ ხარისხში თუ უარეს აჩენს, მაგრამ Alien რომ აიყვანო ეს მთელი რეალური ადგილები კარგი აი ესე ჩვენი ანუ სპეციალური სამეფო საგმოდ კარგად შემორჩა. ის 2005 წელი ძალიან კაი დროა როგორც აი ბეჭდების ზნდებელი ძალიან კაი შეხამება რეალური ეფექტების, რეალური ასე ვთქვათ ლოკაციების და კომპიუტერული გრაფიკის. ანუ თქვა რაც არის, ნუ შეიძლება სიმწვანე არ დაამატეს, მაგრამ კომპიუტერული გრაფიკამ შეიძლება გაადიდოს ისაც რეალურადაა გადაღებული. რას გამოარჩევდი ამ ფილმიდან? შენ საყვარელი სცენა რომელი არის?
როგორც თქვი, მამაჩემ წამიყვანა როცა ვიყავი 8 წლის. რაც ნუ შეიძლება არ იყო ძალიან შესაძლებელი ფილმი 8 წლის მესამე კლასელისთვის, მაგრამ თითქმის ყველა ბოლდუინის სცენა რა თქვა დამჩავი, მაგრამ ყველაზე უფრო დამჩა ეს აი როდესაც ის ჩამოვა სანამ სალდინის მოსვლამდე რომ დაამყაროს სიმშვიდე და რინო თუ რენო ქვია. რენო დე შატიონ. როცა დაკავებული ფილმში რენეს ეძახიან საერთოდ, მაგრამ ისე რენო დე შატიონ. აი ხა რენეს ვეტყუში, როცა რენე ყავთ ასე თქვა მუხლებზე და ის ეტყვის რომ ანუ ჩემ ხელს აკოცე და კეთროვან ხელს რომ გაუწევს და ერთდროულად დაჟერულად დამცირება და ერთდროულად შემდგომში სალდინთან როცა აკეთა თქო მშვიდობას დაამყაროს და მთელი ეს მომენტი მაგის დიპლომატია მაგის ასე თქო მშვიდობის ფილოსოფია და დაჟა ხო არ მოგლავს მარტო ხელზე აკოცოს სიმბოლურად ასე თქო 8 წლის ბავშვის ასე თქო მეხსიერებში ძალიან ისე ჩარჩა და ალბათ მაგას ასე თქო ხაზ გავსვამდი. ჩემთვის ალბათ არის იერუსალიმის ჯარი როცა მოვა კერაკთან. როცა სალადინი თავისი მომენტი ან ფაქტობრივად ერთ მომენტზე ვლაპარაკობ. ხო, ან მე რას გულისხმობ, თვითონ რომ გამოჩნდებიან, ჰორიზონტზე რომ ჩდება იერუსალიმის ჯარი და ხო, ძელი ცხოველი რომ მოაქვთ რა, ანუ ქრისტეს ჭეშმარიტი ჯვარი რომ მოაქვს წინ, ამდენიმე მეომარი ფარებით აღჭურვილი, რომელიც იცავენ ამ კოლონას და ხალხია, ანუ კადრში მაგდები იქნებოდნენ ხო ისტორიულად. იცი რა არის, ხა აქ რა თქმა უნდა გაზვიადებული არის მონაცემები, თუნდაც ის რომ რაღაც მომენტი არის, ოდესაც ტიბერიასი იძახის რომ სალადინს 200,000 კაცი ყავს, იმაშიო, ხო, რაც სალადინის ყველაზე დიდი არმია 30,000 კაცი იყო, რომელიც ატენის ბრძოლაში ყავდა მას და შესაბამისად ეხლა ეს გაზვიადებულია, მაგრამ რა თქმა უნდა ასეთ ფილმს ბლოკბასტერებს უხდება გაზვიადება, ხო, ბოლო-ბოლო. აი სცენა ხა შენ რაც ახსენე, ანუ ეგაა, რომ თქვით Facebook-ზე ყველა პოსტერზე, ყველა სკრინშოტზე ეგაა რომ მოდიან, ეს შოიდან ჯვარი რომ ჩანს და ნუ კიდე ბოლდუინს ეს ახლოს. ასევე მე გამოვარჩევდი რიჩარდ ლომგულის სცენას, რომელიც ფინალში არის, იმიტომ რომ თითქოს ხო არაფერი, მაგრამ აი რიჩარდ ლომგული, რომელიც არის ყველაზე აი კლასიკური ფიგურა ჯვაროსნული ომებისა, ყველაზე დასამახსოვრებელი ამ თვალსაჩინო მესამე ჯვაროსნული ომის ლიდერი, რომელსაც ასრულებს ჩვენთვის ცნობილი მსახიობი, ხო? იანგლენი. ჯორახ მორმონტი, რომელიც ულამს ხალისი უფრო ესეთი მეინსტრიმ და აი ხო თითქოს პატარა ეპიზოდია, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი მომენტია, როცა ის შეხვდება და ბალიანი არ აძლევს პასუხს, რომ ის არის ნამდვილად. ხო და შეცვლია გაიარქი რომ შეხვდება. ძალიან კარგად ჩასრულა ხდება ამას რიჩარდი და მიიღებს ძალიან კარგად, ანუ ის გააცნობიერებს რატომ პასუხობს ის ასე და უბრალოდ წავა დატოვებს. თვალის ჩაკრის მომენტი აქვს. ხო, რაღაც ეგეთი მომენტია. და ვიზუალურადაც თქვა როგორ გამოიყურება თქვა რიჩარდი. ხო, რიჩარდი არის, აი ყველა თუ მოძებნით თქვენ დაგუგლავთ რიჩარდ ლონგულს და ნახავთ ილუსტრაციებს, რომელიც ის არის ასახული, აი პირველივე ყველაზე გავრცელებული რომელიც არის, მათ შორის აი იმის მიხედვით აქ არ, მაგრამ ვეცდები ჩავსვა იმაში პოდკასტში. ზუსტად იმის მიხედვით არის მისი ჩაცმულობა, მუზარადი, მგვირგვინი, გარეგნობა, ყველაფერი აღდგენილი და მართლა ძალიან გავს იანგლეინს და სოდა შორის აი მაგას მივაქციე ყურადღება, უკვე მერე როცა ხო, რაღაცის მერე რომ ნახე ხო ეს ფილმი. ასევე გამოვარჩევდი მე მომენტს როცა მეფე თამაშობს ჭადრაკს და პირველად მიიღებს ვერსიებში განსხვავებულია ეს ოდნა. მგონი სულ ვერსიაშია ყველაზე ფართო. ალბათ, როცა ის მსჯელობს ბალიანთან ერთად, იმიტომ რომ ამ ფილმს საინტერესო ფილოსოფიური შინაარსი აქვს სხვათა შორის, რომელიც რა თქმა უნდა ხა იმ ეპოქის სტანდარტებში მაინც და მაინც ვერ ჯდება, მაგრამ ზოგადად ფილოსოფიურად ძალიან საინტერესო შინაარსი აქვს და ალბათ აი ამას ხა რადგან ჩვენ მე უფრო ისტორიულად მინდა გავარჩიო, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვერ მივაქცევ ახლა, მაგრამ კარგად აჩვენებს აზროვნებას, აი ადამიანს რომელიც მას გაიაზრა, რომ ამ ჯვაროსნული ომების ამაოება გარკვეულ წილად რელიგიური ომების ამაოება გაიაზრა ეს მიჯნავს ანუ რელიგიას ანუ როგორ თქვა ეკლესია ადამიანების არა რელიგიას და ანუ თვითონ ღმერთს ანუ ეს ჩვენს ადამიანების ასე თქვა ცოდვაო და ასე თქვა სულიერება და სული ცალკეა ეს მიჯნავს და იმ ჭადრაკზე უბნება რომ ეს კი არის ჭადრაკი სამყარო მსოფლიო რომ ყველა შეიძლება თქვა მეფემ ფიგურა გადადგას რომ საბოლოო იმის და მიხედვით რომ შე ფიგურა ხარ შეიძლება აი ამ დაფაზე შენი სული მაინც შენ ხელს შესაბოლოოთო. და მაგას ირჩევს ალბათ რიჩარდის სცენაში ბოლოში ალბათ. მაგის სული მაგისია. კი, ნამდვილად. მოკლედ აი დასამახსოვრებელი სცენები საკმარისზე მეტია ამ ფილმში, იმიტომ არის რომ ხდება ხოლმე ამოჭრილები, ხო? იგივე ის მომენტი, როდესაც ბალიანი ცხენისთვის შეებრძოლება ხო მუსლიმს იმ ოაზისში და შესაბამისად მე იმადთან ერთად იერუსალიმში მიეშურება, момენტი, როდესაც ის ღმერთთან გასაუბრებას ცდილობს გოლგოთაზე. როცა ის იკითხავს იერუსალიმში რომ მაჩვენეო გორაკი სადაც ქრისტე აწამესო და მიუთითებენ და ავა იქ და ღმერთთან საუბარს და მე ეუბნება რაიმონდს ანუ ამ შემთხვევაში ტრიპოლის გრაფს აქ ტიბერიუსი რომ ქვია რომ ვიყავიო მე იქო და ღმერთიო არ დამელაპარაკაო ხო ეუბნება რა იმას ჰოსპიტალიერს და იმას შესაბამისად თუნდაც ეს კაი პასუხობს რომ შეიძლება ანუ შენ ცოდვილი ხარ თუ რაღაცა კაი პასუხს ასევე დასამახსოვრებელი ეპიზოდი არის კერაკთან როცა ის
მცირერიცხოვანი კავალერით ცდილობს სალადინის არმიის შეკავებას, ხო? ჯონ სნოუს მომენტი აქვს. კი, გარკვეულწილად ეგ ზუსტად აი მაგას აკავს, თორსა ეს ხო, ნაბიჯვარია, ნედ სტარკისებრი მამა ყავს და არმიებსაც ეს. ნამდვილად, ესეც დასამახსოვრებელი ეპიზოდია. ასევე მე გამოვარჩევდი სიბილა სტუმრობას, პირველად თუცა ჩადის ის იბელინში. და აი იქ მიაქცევს ყურადღებას მოხატულობას იმ ოთახისა, რომელზეც აი ესეთი წარწერა არის გაკეთებული, ხო, რომ შენს ერთ დღეს ჩვენ დაგვემსგავსებიო, ჩონჩხებიც ეკვავენ და ეს არის ფაქტობრივად ის კლასიკური მინიშნება, რომელიც ყოველთვის ხვდებოდა ხოლმე რენესანსულიდან დაწყებული, აი ბაროკოს მხატვრობაში განსაკუთრებით, რომ memento mori, ანუ გახსოვდეს სიკვდილი. მაგას აქვს ისტორიული რამე ფუძე ამ მომენტს. იცი რა ხა ჩვენ არ ვიცით როგორ იყო მოხატული ნამდვილად იმის, მაგრამ ზოგადად ეგ ფრაზა და მოტივი არსებობს, რა თქმა უნდა, პრერენესანსულ და მე უფრო რენესანსული შემდგომ იმაში. სულ გემოსოს ანუ ვალორ მორგულის. ხო, დაახლოებით ეს არის. ანუ აქაც შეგვიძლია პარალელის რაღაცნაირად გავაკეთოთ. სულ გემოს რომ დაბრუნდებით. ხო, მოკლედ ბევრი საინტერესო სცენა დავასახელეთ, მათ შორის აი მაგალითად ზოგს უყვარს კიდევ ტყეში თავდასხმის სცენა, როდესაც იქ თავს ესხმიან გოტფრის რაზმს და დაჭრიან მას, თუნდაც რაინდად კურთხევის სცენა, რაინდად კურთხევისა, როდესაც პირველად აკურთხებს, ანუ გოტფრი თავის ვაჟს ბალიანს და ეს ისტორიული ანუ შეიძლება ნებისმიერ აქციო რაინდად ხო? კი, იცი რა, ნებისმიერ რაინდად არ შეგიძლია. აჰა, ანუ ეგეც მოგვეტყვა ეს. რა თქმა უნდა, ესე რო ყოფილიყო, რაინდებს ვინოთვლიდა მაშინ და ეგრე არ ხდებოდა. რაინდს მთელი რიგი, ასე ვთქვათ, ეს არსებობს, მაგას საფეხურები როგორ უნდა გაიარო, რომ რაინდი გახდე ამ შემთხვევაში, ხო, დიდებულის ვაჟიც კი არ ხდება რაინდი, მაშინ ეს იზრდება ჯერ სხვის ოჯახში უმეტეს შემთხვევაში, სხვა ფეოდალიზმის და მე საჭირო თუნდაც უნდა იმსახუროს, მე უნდა დაიმსახუროს ეს წოდება და მე მთელი ღამე ეკლესიაში უნდა გაათენოს თუ ის რაინდად უნდა აკურთხონ, იქ მთელი ლოცვებში და შემდეგ დილით უკვე ხდება მისი კურთხევა რაინდად ხმის გადაცემა და შემდეგ. ის მითი რომ ნებისმიერ რაინდი სხვა რაინდად გადააქცევს ეს რა თქმა უნდა. გემოსრომში ასევე ესა გამოყენებული. ხო, ასე მარტივად რა თქმა უნდა ეს არ ხდებოდა, იმიტომ რომ რაინდების რაოდენობას გადავხედავთ იქ მაშინ გაცილებით მცირეა იმასთან შედარებით, ვიდრე ეს ადამიანის შეძლებლობებში არის. შეიძლება თქვა რომ ჭეშმარიტი რაინდი ჩვენ მთავარი მე ფილმის გამავლობაში ხდება, იმიტომ რომ თქვა მთელი ღამე ლოცვა გოლგოთაზე ხდება. კი. ადამიანებს დაიცვას და ასე თქვა ფილმის გამავლობაში როგორც თავის გადის იმას პოულობს იმ იმსახურებს ხდება რაინდი და ამავე დროს აქ რა თქმა უნდა გამოხერებული არის ყურადღება იმ ღირსებებზე, რაც რაინდს უნდა ახასიათებდეს, რომელსაც გოტფრი ჩამოუთვლის, ხო? და შემდგომში როცა იერუსალიმში ესეც საინტერესო სცენაა, როცა თვითონ აკურთხებს საკმაოდ ბევრ მეომარს ერთდროულად რაინდად, რათა ეს გამოიწვიოს აი მათში საბრძოლო სულისკვეთების ზრდა. და მსახურებს და დაბალ კასტელს. ამაზე მიუთითებს კიდევაც მას პატრიარქიც მიუთითებს იერუსალიმს, რომ ეს შეუძლებელია, რასაც აკეთება. შეიძლება, მაგრამ ეხა ისეთი ეპიზოდი დგას მაგ მომენტში, რომ გასაგები არის. რა ეს მოცემულობა ამ შემთხვევაში აქ. ამავე დროს აი აქ გავიხსენებდი იმას, რომ ამ ფილმს აქვს საინტერესო საუნდტრეკები აქვს, მაგრამ ჯერი გოლდსმიტის არის, ხო? ხო. და ერთადერთ ეპიზოდში, აი თუ დააკვირდებით, ჩვენ სპენერსაც ვეთყვი, თუ დააკვირდებით ერთ ეპიზოდში, როდესაც აი ზუსტად რაინდად კურთხევა ხდება ბევრი ადამიანის ერთდროულად იერუსალიმში, ბალიანისგან, ირთვება სხვა ფილმის მუსიკა. და ეს სხვა ფილმი არის ძალიან ცნობილი და თავის ძოზე ისიც ჩავარდნილი ფილმი, მაგრამ დღეს რო ძალიან ეპიკურ მათ არის მაინც და უყურებთ ახლა ეს არის მე-13 მეომარი. მე-13 მეომარი და აი ეს მუსიკა, რომელიც აი მომენტში გადის, არის ამ ფილმის აი ფინალში, ზუსტად ფინალში, როდესაც მთავარი გმირი ბული ვულფის დასასრული არის იქ და აი მომენტში გადის და რაღაცა როცა უყურებდი, როცა ხელახლა ვნახე, რაღაც მიიქცია ყურადღება, რომ მუსიკის ტონი უცებ ძალიან შეიცვალა. არ იყო მოვიდა თითქოს, ხო, მაგრამ მეორე მივხვდი, რომ მე-13 მეომრიდან იყო ეს და მოვიზიეო და მართლა დავადასტურე, რომ საუნდტრეკი ჩასმოვიდა. ზოგადად ეს ტრენდია, ზოგადად ჩარნილი ფილმები და ხახა საუნდტრეკის დაბრუნებას, მაგალითად ეს ცნობილი ჩარნილი ფილმია ეგზორცისტ 2, ანუ ეშმაკის გამდონილი 2. პირველი ჩემს საყვარელი ფილმი და მეორე ბოდიშას დაშინელება, მაგრამ იქ ენიო მორიკონემ დაუწერა, ლეგენდარულ მორიკონემ საუნდტრეკი და მამაშემ თავარ შევედი, რომ ძალიან ლამაზი თემა აქვს თავარ გმირს და ეს მელოდიური და ტარანტინო მე თავიდან გამოიყენა Hateful Eight-ში, როდესაც ცხენები მიეშორებიან თოლში ანუ ეს. არის არსებობს ფილმები, რომლებიც შეიძლება ლამაზი მუსიკა აქვს რა. და მაინც არ გამოდგეს, მაგრამ კარგი მუსიკა ქონდეს რა, შესაძლებელია რა. ეს Requiem for a Dream-ში რომ იყო ეს ცნობილი მელოდია, მგონი ყველა ტრეილერში იყენებდნენ. კი, ნამდვილად პოპულარულია. საქართველოში ჩვენი არხებით. მოდი ახლა მოკლედ ისტორიულ ნაწილსაც შევეხოთ, იმიტომ რომ ეს ფილმი შევადაროთ მე. რაღაცები ხო ამოვიღეს და რაღაცა. კი, რაღაცები შეგვიძლია, რომ ანუ რეჟისორული ვერსია, ჩვეულებრივი ვერსია, თუ მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა.
პრინციპში რა არის მე ხა მოუწოდებს მენას რომ ნახონ რეჟისორული ვერსია რა ამ ფილმის რეალური ვერსია სრულად აღსაქმელად რეჟისორული ვერსია უნდა ნახოთ ზოგადად და რა თქმა უნდა აი მე უკვე სხვა დასკვნა შეიძლება გააკეთოთ თუ პირველად ნახეთ პირველადი ვერსია. ხა მართლა გითხრათ ეს ფილმი ვერ ვიტყვი რომ ჩემი საყვარელი ფილმი არის ისტორიული ფილმებიდან, მაგრამ ერთ-ერთი არის იმ თვალსაზრისით რომ აი მაგალითად როცა მე ეს ვნახე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ხო? და შესაბამისად, შემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამ თვალსაზრისით, რომ მე ისტორიისადმი ინტერესი კიდევ უფრო გამიძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ისტორიისადმი ინტერესი ჯერ კიდევ მუმიადან და ასეთი ტიპის ფილმებიდან დაიწყო, ხო? რომელიც 99-2000 წლებშია გადაღებული, მაგრამ აი ამ დროს 2005 წელისთვის აი შუა საუკუნეებზე ასეთი ბლოკბასტერის ნახვა, რა თქმა უნდა, ადამიანს რომელსაც აინტერესებს ეს ეპოქა, ძალიან დიდი ზეგავლენა შეიძლება ახდენდეს და შესაბამისად მე ჩემზეც ნამდვილად მოახდინა ეს ზეგავლენა ამ ფილმმა და ამას ვუმადლი გარკვეულწილად რიდლი სკოტს, რომ მისი ისტორიული ფენტეზი, რასაც ის იღებს, მას ვიზახი მე ისტორიულ ფენტეზის, რასაც ის იღებს ხოლმე ისტორიულ ფილმებს. ხო, გალამაზებული ეს. აი იმდენად შეცვლილია, რომ უკვე ფენტეზიში გადადის. ამ შემთხვევაში ალტერნატიული ისტორიაა გარკვეულწილად, ხო? და შესაბამისად, ანუ ისტორიას გაჩვენებ ძალიან სხვა სახით, მაგრამ შეიძლება დაგაინტერესოს უფრო მეტით, რის მერეც უკვე შენ მოიძიებ და აღმოაჩენ, რომ ესე არ არის, მაგრამ ხო მიხვედი აქ იმიტომ დაიწყეს ყველაფერი. მაგრამ ახლა მაინც მინდა რომ შევეხო ისტორიულ ნაწილს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ხშირად ისტორიული ფილმები, ისტორიული რომანები და ასე შემდეგ ადამიანებზე ახდენენ იმხელა შთაბეჭდილებას, რომ მე ისტორიისადმი წარმოდგენა ყალიბდება ხოლმე ამის მიხედვით. ეგ კი არა. უილიამ უოლისი მაგაზე რამეს გონი რომ მელ გიბსონია. მაგალითად აი ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში დამიწერეს კომენტარში მხატვრული ნაწარმოებიდან ციტატა და მკითხეს რომ რატომ არ ქონდა განხილული ეს საკითხი და ძალიან დაინტერესდა რომ ყველა წყარო მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით როცა მუშაობდი ან ყველა ისტორიული წყარო ციტატა აბზაცი იყო მთელი რაღაც ამბავი ხო და აღმოჩნდა რომ თუმე გრიგოლ აბაშიძის რომანიდან ყოფილა რა ეს ფრაზა და ამ შემთხვევაში ანუ უნდა გამომიჩნოთ აუცილებლად მხატვრული და ისტორიული ამ შემთხვევაში წყაროები ერთმანეთისაგან ეს შეიძლება არის ხოლმე საქართველოში პრობლემა ბოლო დათო ტურაშვილის მოთხრობა ჯგრაგი რომელშიც მას ის რა ფორმატით აქვს დაწერილი ვითომ დიდგორის ძულის მონაწილეებს აქვს დაწერილი პატარ-პატარა წერილები და მე ისე ვრცელდებოდა ესო წყარო იყო ისტორიული და მართლა ქონდათ ვიღაცებს დაწერილი და სინამდვილეში დათო ტურაშვილის გამოგონილი იყო ეს ერი მაგრამ მოტყუდა ხალხი ემეთი და ანუ ხშირად ჩვენთან წაშლილია ხოლმე ზღვარი მხატვრულ ლიტერატურასა და ისტორიას შორის და ეს ზღვარი აუცილებლად უნდა არსებობდეს იმისთვის რომ ისტორიისადმი სწორი წარმოდგენა გაგვიჩნდეს და ამ ფილმის თვალში განხილვა ზუსტად ამას უკავშირდება გარკვეულწილად. აი ხა რა შეიძლება ფილმის სიუჟეტს რო ჯერ მარტო სიუჟეტს რო შევეხო რომ რაღაც მომენტებს რაც მომეწონა პირადად მე და ისტორიულად კარგად იყო გადაღებული ამ შემთხვევაში. აი მაგალითად დავიწყებდით თუნდაც იმით რომ თავიდან კი მართალია ეს ატმოსფერო ფერები და რაღაც მაინც და მაინც არ მომხიბლა რომელიც იქ იყო წარმოჩენილი ამ შემთხვევაში ხო? ნუ მაინც ლამაზია მაგრამ გულისხმობ რა კუთხით რომ ისტორიულად ძალიან აცდენილი არის იმას რა ევროპა ნამდვილად არ ყოფილა მე-12 საუკუნეში ისეთი გასაცოდავებული ღარიბი ღატაკი ჩაბნელებული და ბინძური რეგიონი როგორც არის ხოლმე წარმოჩენილი ეს არის სტერეოტიპი რომელიც შუა საუკუნეებზე არსებობს და დიდი ხანია დამსხვრეულია შუა საუკუნეებში მე-12 საუკუნით ეს არის ძირითადად რა ხდება ეს 19 საუკუნის შუა საუკუნეების სადმი რომანტიკული წარმოდგენის ნიშანია თეატრი ხა როგორი ის არსებობდა ამ პერიოდში შუა საუკუნეებზე წარმოდგენა იყოფოდა ძირითადად ორ ნაწილად შუა საუკუნეები ადრეული და მერე უკვე კლასიკური მაღალი შუა საუკუნეები ამ შემთხვევაში და მერე გვიანი ნუ კიდე და აი ეს ადრეული შუა საუკუნეები რომელშიც ხშირად ათავსებენ ხოლმე ამ პერიოდსაც კი აი მე-12 თუმცა ეს უფრო მაღალ შუა საუკუნეებს განეკუთვნება ყოველთვის წარმოჩენილი იყო ხოლმე ასეთ მუქფერებში ეს იყო ბნელი ეპოქა გაუნათლებლობა ლიტერატურის განადგურება მონასტრული ცხოვრების და საწყისი და შემდეგ ფანატიზმი რელიგიური და ასე შემდეგ რაც სინამდვილეს არ შეესაბამება რეალურად პირიქით კათოლიკურმა ეკლესიამ შეინახა ანტიკური ცოდნა ამ შემთხვევაში და იწერებოდა უამრავი ლიტერატურა ამ პერიოდში უამრავი ისტორიული წყარო გვაქვს შემორჩენილი არც მეფეების სასახლეები ყოფილა რაღაც ქოხმახები ყველგან სადაც დიდარი სახელმწიფოები იყო იქ იყო შესანიშნავი ნაგებობები არსებობდა რომანული არქიტექტურა რომელიც ამ პერიოდს ახასიათებს ძალიან და შემდგომში გოთურში გადავიდა ეს და კიდევ უფრო დიდებული გახდა ამ თვალსაზრისით ანუ რომაული მემკვიდრეობას მაინც ევროპა და როგორც ბიზანტიის იმპერია ისე დასავლეთ ევროპა ინახავს ამ შემთხვევაში და ეს ნამდვილად არ არის ესე კი რაღაც შემთხვევები იყო მაგრამ რომ წერა კითხვა არ იცოდა დიდმა ნაწილმა და შემდეგ მაგრამ ახლა მასე რომ ავიღოთ მე-19 საუკუნის მიწურულს ოსმალეთის იმპერიაში და საქართველოშიც კი 5-დან 15%-მა იცოდა სულ წერა კითხვა და ახლა შუა საუკუნეები რატომ გადაუსვა ხაზი და ბნელაპოკად მონათლო იმის გამო რომ მაშინაც დაახლოებით ამ სიღატაკე რა იქნებოდა მაგრამ მგონი რომ მუსულმანურ სამყაროში ალბათ კიდე იქნებოდა ხო აი ეს კონტრასტიც რაც არსებობს ამ ფილმში ეს უფრო მე გულისხმობ იმას კი რეჟისორს კი არ ვაკრიტიკებ რატო გააკეთა ეს იმას თავისად ხმელი აქვს იმ ფილმში და იმიტომ ვაკეთებს ამას მაგრამ რეალურად ესეთი
კონტრასტი ნამდვილად არ არსებობდა მათ შორის, ცხოვრების დონე იქნებოდა ეს თუ სახელმწიფო მოწყობა იქნებოდა და შემდეგ მათ შორის ძალიან ბევრი მსგავსებაც არის და ეგრეთ წოდებული ისლამური რენესანსიც, რომელიც არსებობდა ამ შემთხვევაში მე-9, მე-10, მე-11 საუკუნეებში დაახლოებით, რომ მოღვაწეობდა ბევრი მეცნიერი, ბევრი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ექიმი მათ შორის ავიცენა, ხო ცნობილი იბნ სინა და ასე შემდეგ. ხო ისინი გასაგებია, რომ მაგრამ ევროპასაც არ აქვს ნაკლები ამ მომენტისთვის, ამ თვალსაზრისით ეს ხო იქ ძალიან ბედაპატივდებული მოღვაწეობს, მაგალითად იქ ინგლისში იწერება მთელი ისა ანალეს კამბრიე, ანგლოსაქსების ისტორია, ინგლისის საეკლესიო ისტორია, საფრანგეთში უამრავი წყაროა, ხო მათ შორის აი მარტინ ტურელ ამ შემთხვევაში გრეგორი ტურელის დაწერილი ცვლილებები, კარლოს დიდის ბიოგრაფია გვაქვს პირდაპირ ეინჰარდის ამოცემული. შესაბამისად ევროპაში ძალიან ბევრი რამ არის ამ თვალსაზრისით დაწერილი და გაკეთებული. ანუ ერთი შეხედვით ეს სტერეოტიპები აი მე-19 საუკუნის რომანტიკულ წარმოდგენას უკავშირდება შუა საუკუნეებისა, რომელიც რიდლი სკოტმა ამ შემთხვევაში პირდაპირ გადმოიტანა ეკრანზე და არ შეესაბამება ამ შემთხვევაში რეალობას. დიდი ხანია დამსხვრეულია მითი ბნელი შუა საუკუნეების შესახებ და აი თანამედროვე ლიტერატურას თუ გავეცნობით ამ შემთხვევაში ეს ძალიან გასაგები გახდება. ხო, რამდენიმე წიგნსაც წარმოგიდგენთ, რომელიც ამ თემაზე შეიძლება წაიკითხოთ. მე ხა უცებ რაც ვიპოვე ამ შემთხვევაში ჩემთან ზოგიერთი რამ წამოვიყოლე და აი ამ თემაზე თუნდაც ჯვაროსნებზე, იერუსალიმზე გირჩევთ ამ წიგნებს. ერთი არის ეს არის საიმონ себაგ მონტეფიორეს იერუსალიმი და ეს უფრო განსაკუთრებით იმათვის არის ეს წიგნი, ვისაც უყარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა, იმიტომ რომ ეს არ არის მხატვრული, დოკუმენტური პროზაა, მაგრამ არის ძალიან კარგად დაწერილი დოკუმენტური პროზა ამ შემთხვევაში. შესანიშნავად იკითხება, ძალიან მარტივი გასაგები ენით არის, თან ქართულ ენაზეა გამოცემული და ვისაც გაინტერესებთ აი იერუსალიმის სამეფოს ისტორიაც, აქ ძალიან ბევრ საინტერესო ცნობას შეხვდებით. ქართულებიდან კიდევ ერთ დავასახელებდი ჯვაროსნულ ლომებთან დაკავშირებით შედარებით ბოლო პერიოდში გამოცემულს. ეს არის მარინა ჯავახიშვილის ილიაუნის გზამკვლევი ჯვაროსნული ლაშქრობები. პატარა წიგნია ძალიან, მაგრამ აი მაგალითად აი თუ ფიქრობთ რომ თქვენ გინდათ რომ პატარა რაღაც მოკლეცოდნა გქონდეთ ჯვაროსნულ ლომებზე, სანამ ნახავთ ჯვაროსნულებზე ფილმს. ამას წაიკითხავთ და წარმოდგენა შეგექმნებათ დაახლოებით როგორია ეს ყველაფერი. ახლა კლასიკებზე გადავიდეთ. კლასიკა პირველ რიგში არის სტივენ რანსიმენის წიგნი, ეს არის პირველი ჯვაროსნული ომი, The First Crusade, რომელიც ითვლება, აი როგორ ვთქვათ, ამ მიმართულების, ამ კვლევის ფუძემდებლად. სტივენ რანსიმენი, ეს არის 50-იან წლებში გამოცემული წიგნი, რომელიც დღესაც ძალიან ხშირად რეპრინტი კეთდება ხოლმე და პოპულარულია დღემდე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაზე თანამედროვე წარმოდგენა ჯვაროსნული ომებისა, მაგრამ არის საბაზისო, რომელიც საკითხვის შემდეგ თქვენ თვალსაწიერი იხსნება რა ძალიან და შესაბამისად ამ წიგნსაც გირჩევდით. კიდევ დავასახელებდი თუ ვისაც სამხედრო საქმე გაინტერესებთ განსაკუთრებით, ეს არის კრისტოფერ მარშალის Warfare in the Latin East, ანუ სამხედრო საქმე ლათინურ აღმოსავლეთში. ეს არის შესანიშნავი წიგნი, თუ გინდათ გაეცნოთ როგორი იყო ჯვაროსნული არმიები, ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ, როგორი იყვნენ აღჭურულები, რამდენი რაინდი ყავდათ, რამდენი ქვეითი ყავდათ და ანუ ის როგორც არის ამ შემთხვევაში ეცირულ სამეფოში იერუსალიმის არმია წარმოჩენილი შეესაბამება თუ არა რეალობას. და ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნი, ეს არის დევიდ ბოილის ტრუბადურის სიმღერა ქვია. და ეს არის ძალიან ცნობილი და ამ ჩვენი ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი მეფის რიჩარდ ლონგულის შესახებ და ამ წიგნში აღწერილი არის რიჩარდ ლონგულის დაბრუნება ჯვაროსნული ომიდან, რის შემდეგაც ის ტყვედ ჩავარდა და გაატარა ტყვეობაში საკმაოდ დიდი ხანი, საბოლოოდ გამოისყიდა მერე დედამისის ელეონორა აკვიტანელის დახმარებით გამოისყიდეს. ის ძალიან დიდ თანხად საღვთო რომის იმპერატორისაგან და აქ აღწერილი არის ეს ტრუბადურის სიმღერა რატო ქვია. ტრუბადური, ანუ თვითონ რიჩარდ ლონგული გაზრდილი იყო აკვიტანიაში, საფრანგეთში, რომელიც ითვლებოდა აი მენესტრელებისა და ტრუბადურების მხარეთ, ანუ შუა საუკუნეების ასე ვთქვათ ძალიან ხელოვნების მოყვარული ხალხი და როგორც ცნობილია თვითონ უკრავდა რიჩარდი, სიმღერებსაც წერდა და არსებობს კიდევაც სიმღერა, რომელიც ითვლება რომ რიჩარდის დაწერილი არის და ასრულებენ მას დღემდე და მას ყავდა მეგობარი ესეთი ტრუბადური, ბლონდელი, რომელიც მოგზაურობდა ევროპის სახელმწიფოებში და ერთხელაც ეცა ის ეძებდა თავის მეგობარ რიჩარდს გაიარა ესეთ ციხესიმაგრეს და რომელშიც დატყვევებული ყავდათ რიჩარდი ავსტრიაში და იქ ღეროდა სიმღერას რომელშიდანაც ციხიდან ბანი მისცა რომელიღაც უცალკე ფილმის სიუჟეტს წააგავს აი ცოტა მომენტია რაღაცა ისეთი ფილმიდან მიხვდა იმით რომ მისი ნაცნობი მეფე რიჩარდი დატყვევებული იყო დურნშტაინის ციხე იყო როგორც მახსოვს ავსტრიაში იმ ციხეში მოკლედ აი ამბავს ეხება და არა მარტო
მარტო ამას. ეხება ჯვაროსნულ აღმოსავლეთს, ეხება იმ პერიოდის ევროპას, ვერცხლის კრიზისს ევროპაში არსებულ რა გავლენა მოახდინა ინგლისზე, ამ გამოსასყიდის გადახდამ, რაც მათ გადაიხადეს რიჩარდისთვის და რიჩარდი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა იმ პერიოდისა, რამდენად პიარი არის ის, რაც ვიცით მის შესახებ, თუ რეალობა შეესაბამება, გარკვეულწილად აქ არის ასახული. მოკლედ, სხვა ლიტერატურას, რაც ამ შემთხვევაში ეხება ჯვაროსნებს, მათ შორის იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაშრომი. აი ესეთი თომას ასბრიჯის ჯვაროსნული ომების ისტორია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც მიუთითებ კომენტარებში და გირჩევთ რომ რა თქმა უნდა წაიკითხოთ და გაეცნოთ მას. ეხლა რაც შეეხება თვითონ ფილმის ისტორიულ მხარეზე გადავიდეთ. საერთოდ მე როგორც აღნიშნე, მხატვრული ფილმის ისტორიული კუთხით შეფასება მაინც და მაინც არ არის სამართლიანი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ იმ მიზეზს დავასახელებ, რომ ხასიათები განსაკუთრებით. სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს ამ ეპოქაზე ადამიანს და ჩვენ უკვე ვახსენეთ პირველ რიგში შევადარეთ ჯვაროსნული აღმოსავლეთ ანუ ევროპა და ლოკაციები. შემთხვევაში სირია, პალესტინის და ზოგადად მუსლიმურ სამყარო ერთმანეთს და ვნახეთ რომ მათ შორის დიდი განსხვავება ამ თვალსაზრისით არ არსებობდა და გარკვეულწილად სტერეოტიპულია ეს წარმოდგენა როგორც აქ არის მოცემული. მეორე რასაც მინდა შევეხო არის ჯვაროსნული ომების мотиваცია და მიზანი რომელიც აქ არის წარმოჩენილი. აქ არის ძალიან მარტივად ეს ყველაფერი გაკეთებული. კერძოდ აღნიშნავს ბოლოს ძალიან მოკლედ ჯერემი აირონსის პერსონაჟი ტიბერიასი, რომელიც ამ შემთხვევაში არის ტიპოლის მიწები და ოქრო. სინამდვილეში ეს ყველაფერი რელიგიის გამო კი არ ხდებოდა ღმერთის გამო. არამედ ეს ხდება იმის გამო, რომ ჩვენ გვინდოდა მიწები და სიმდიდრე. ანუ როგორც შევი ამერიკელები რომელიც ნავთობს ეძებენ და ხოლმე. მოკლედ აი ამასთან არის, რა თქმა უნდა, ეს პარალელი გავლებული. მაგრამ საერთოდ ჩვენთანაც ჯვაროსნული ომები დიდწილად მარქსისტული ისტორიოგრაფიის წყალობით წარმოჩენილი იყო ხოლმე როგორ? რომ ჯვაროსნებმა რომის პაპის გამდიდრებისთვის წავიდნენ და იომეს ეს ომი. რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო ნაშრომი, ომის იდეოლოგია ქვია, მამუკა წურწუმიას წიგნი არის, რომელშიც ერთმანეთთან შედარებული არის ქრისტიანული საღვთო ომი, ისლამური საღვთო ომი და ბიზანტიაში არსებული წარმოდგენები ამასთან დაკავშირებით. ანუ ამ წიგნში თქვენ გაეცნობით, როგორი ფენომენი არის საღვთო ომი და რა мотиваცია ედო საფუძვლად ზოგადად ჯვაროსნულ ომებს. მათ შორის ამ შემთხვევაში ეს мотиваცია რელიგიური რეალურად მართლაც იყო. და თანაც აქ ჭეშმარიტ ერთმანეთს ჰქონდათ. კი, ფილმში როგორ არის წარმოჩენილი ეს ყველაფერი, რომ თითქოს ჯვაროსნები აგრესორები არიან, რომლებიც ჩავიდნენ და მამაპაპების მიწები წაართვეს მუსლიმებს ამ შემთხვევაში. იმის დამიხოთ რომ მშვიდობა მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის მაინც იმ მშვიდობას არ ღვევენ და კლავენ მუსლიმებს ქარავანი რომელიც ანუ ხალხი რომელიც ანუ გაუცველი ქარავანი. უაზროდ კლავენ თანაც. ხო, ეხლა რენო დე შატიონი ამ შემთხვევაში და გიდე ლუზინიონი, რომელიც იერუსალიმის მეფე გახდა და ჰატინის რომელმაც წააგო, ხო, შემდგომში წარმოჩენილები არიან აი ყოვლად უშინაარსო ბოროტებას ამ შემთხვევაში. ტერორის პოლიტიკის გამოყენებლები. ჭეშმარიტი ტერორისტები ესე ვთქვათ. რომელთაც იმედი აქვთ, რომ თუ ომი ატყდება, ღმერთი მათ მხარეს იქნება და ისინი ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებენ. გარკვეულწილად აი ეს დამპყრობლური ისაა. სამსახიობო ნიჭი თქვით აი ეს ცოტა ეს გიდა ბატონი რენო არ არის, ნაჩვენებად ძალიან აი ორგანზომილენ ბოროტება, აი მულტფილმებში რომ არიან რაღაცა. არ მგონი რომ ისტორიული ხალხი ეგეთი იყო. არა, არანაირად. იცი რა არის, რენო დე შატიონი ზოგადად ძალიან ტრაგიკული პიროვნება არის რაღაც დონეზე შეიძლება ძალიან მკაცრი და სასტიკი იყო მართლაც, მაგრამ ხა რითია გამოწვეული ეს ყველაფერი, ამასაც თავის მიზეზი აქვს. რენო დე შატიონი იყო ანტიოქიის გრაფი ფაქტობრივად რაღაც პერიოდის მანძილზე, რა დროსაც ტყვედ იყო ჩავარდნილი შემდგომში თურქებთან და 10 წელი იჯდათ მათ ციხეში. წარმოვიდგინოთ ახლა მუსლიმები ხელში ჩაუვარდათ მათი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მტერი, რომელიც ციხეში ყავთ ამდენი წელი გამოკედილი. ის კაცი იქიდან გამოდის, ხდება კერაკის ლორდი და ამის შემდეგ ის იწყებს, რა თქმა უნდა, შურიზიებას ამ თავის გარკვეულწილად მარცხს წინან მარცხს ხოცავს და სისხლი ესხმის სახეში ეს არ სიამოვნებს ალბათ ხო? ხო. როგორც ფილმში არის. და ფილმში ისიც არის წარმოჩენილი როგორც ჯის შემდგომში სალადინი მას, როდესაც წყალს არა ის გიზია. ხო, ამას წყალს მიაწვდის მეფეს, ყინულიან წყალს და ის გადასცემს რენოს და ისდალევს. და ანუ ამის შემდეგ მას კლავს ის, მაგრამ სინამდვილეში მოხდა ასე, რომ სალადინი შესთავაზებს მას გამუსლიმებას. და რენო ამაზე რა თქმა უნდა ზიზღით პასუხობს, რომ ეს წარმოუდგენელია უარს ბუნება, რის მერეც უკვე სალადინი აკვლევინებს. ამ ხონდა თავის პრინციპები და უბრალოდ ხო, ანუ ეს რა თქმა უნდა არის ფანატიკოსი გარკვეულწილად შეიძლება ითქვა, ძალიან სასტიკი, მკაცრი მართველი, იმიტომ რომ კერაკის ხიდან მან იმდენიც კი გაბედა, რომ მექასაც კი დაესხა თავს რამდენიმე ასეული კაცით. ანუ შესაბამისად ეს გარკვეულწილად იმ პერიოდის ძალიან თავზეხელაღებული ადამიანის სახე არის. ამიტომაც აი ფილმში წარმოჩენილი გარკვეულწილად აი მაგალითად მივიღებდი ბრენდან გლისონის შესრულებულ რენოს, თუ ის ასე მარტი
აქტივი ბოროტება არ იქნებოდა. როგორც აქ ანუ არანაირი შინაარსი არ დევს ფაქტობრივად მის ამ უაზრო ბოროტებაში. არც არის ახსნილი, ხო? და შესაბამისად აი ძალიან პრიმიტიულ ბოროტებად ჩანს. რაც შეეხება გიდე ლუზნიონი მართალია არც თავის დროის ჯვაროსნებს შორის იყო ესეთი პოპულარული, ანუ როგორც აქ გარკვეულწილად არსებობს ესეთი გადამოცემა, რომ მისმა ძმამ, როდესაც გაიგო რომ რენო რა და გი უნდა გამختارიყო მეფე, ასეთი რამ თქვა, რომ თუ ეგ მეფე გახდება, რატომ მე ღმერთი არ უნდა გავხდეო რა. შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე რა წარმოდგენისა იყო მასე, მაგრამ ტამპლიერი არ მოიქნება. არა, ტამპლიერი რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა. საერთოდ აქ ტამპლიერებზეც არასწორი წარმოდგენა არსებობს ამ კუთხით, ხო? ტამპლიერები არიან ბერი რაინდები ამ შემთხვევაში. ეს არის სასულიერო სარაინდო ორდენი. მეფე და დიდებული ტამპლიერების და ტენტონებისა და ჰოსპიტალების წევრი ვერ იქნება ამ შემთხვევაში. შესაბამისად, არანაირი ტამპლიერი ის არ არის, მაგრამ მოკავშირეა. მე მგონი არც არის წარმოჩენილი ტამპლიერი, თუმცა მოკავშირე არის. წითელი ჯვარი ტამპლიერი. ატარებს, მაგრამ არ მგონია რომ ის ორდენის წევრად იყოს წარმოჩენილი. მაყურებელი ესე აღიქვამს. უფრო იცი როგორ არის, ჩემი აზრით, აი ეს ჯვრების გამოყენება, ან წითელი ჯვარი, შავი ჯვარი და შემდეგ მეტყველებს რაზე იცი, რომელი გუნდი რა იმას წარმოადგენს რა. ხო, აი ნახე, ეხა მაგალითად ხო უნდა გამიჯნო ერთმანეთსაგან ვინ ემხრობა ომს და ესენი არიან წითელი ჯვრიანები ამ შემთხვევაში. ისე რომ ვარსკვლავებში თქვა წითელი ხმარი ბოროტებს, ლურჯი კეთილებს. მაგალითად ეხა ტიბერიუს აქ ჯერემი აიროსის პერსონაჟს ისფერი ლურჯი და ესეც 60-აცვია, ხო, იერუსალიმის და ტრიპოლის საგრაფოების ისინი აცვია, ფერები აცვია. ჰოსპიტალიერებს შავები აცვია და თეთრი ჯვარი აქვს და ეს ჰოსპიტალიერებიც ამ შემთხვევაში გამოყენლები არიან უფრო მშვიდობის მომხრეებად ვიდრე. ხო, მოკლედ აი თეთრზე წითელი ჯვარი გამოჩენილი არის როგორც აი სალადინის მოწინააღმდეგეებს, მოკლედ ჯვაროსნებს როდესაც ომი სურთ, მოკლედ რომ. სალადინის ეგეთი ჰუმანისტი პაციფისტი იყო რეალობაში. ხო, მოდი ჯერ ეს გის გავაგზავნოთ, რომ ეს გი ენულად არ იყო ასეთი უნარო და ასეთი უნიჭო, როგორც აქ არის წარმოჩენილი. მით უმეტეს ასეთი სასტიკი. ის რა თქმა უნდა. ის მოკლა, ხო? რაც ფილმში. ხო, ის ძალიან გაზვიადებულია, რა თქმა უნდა, მისი ამგვარი წარმოჩენა, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ უნარიანი მეომარი იყო, რომელსაც ბევრი ქონდა ნაომარი მართლა იერუსალიმის სამეფოს მხარეს, დამარცხებულიც ყოლია მუსლიმები და შემდეგ შემდგომში ის რიჩარდი როცა ჩამოვა წმინდა მიწაზე გვერდის აიყენებს ის გიდე ლუზნიონს და ის ნამდვილად არ არის რაღაც ხელწამოსაკრავი პიროვნება. შემდგომში მისი დინასტია მართავენ როგორც იერუსალიმის სამეფოს, ანუ აკრადან ამ შემთხვევაში, ასევე მართავენ კვიპროსს და აქვს სომხეთ-კილიკიის სომხეთის სამეფოშიც პრეტენზიები. შესაბამისად ეს არის დინასტია, რომელიც საუკუნეები მართავდა ამის შემდეგ ჯერ კიდევ ამ სივრცეს. ასე რომ არც გიდე ლუზნიონი ასეთი ხელწამოსაკრავი ფიგურა. და ბალიანს ხმალით არ იჭუბებოდა. მოდი ბალიანზეც ვთქვათ ბარემ, ახლა ვახსენეთ ბალიანი. ბალიანი ბელინი არანაირად ის პერსონაჟი რომელიც ფილმში ხვდება ისტორიულ ბალიანთან მას არანაირი საერთო არ აქვს გარდა იმისა რომ იქ ჩადის მერე და იერუსალიმს იცავს. ანუ ის დაბადებული იყო წმინდა მიწაზე. ასაკი ეთქო. ხო, უფროსი იყო ასაკით უფრო დაბადებული იყო წმინდა მიწაზე. გაზრდილი იყო იქ, მიჩვეული იყო ურთიერთობას არაბებთანაც და ნუ ეს მოდა ძალიან კარგად ჯვაროსნული იდეა. ის იყო არისტოკრატული წარმომავლობისა, არანაირი ნაბიჯვარი ის არ ყოფილა. ნამდვილად მეომარი ცნობილი რაინდი იყო თავის დროისა და როგორც ცნობილია ყველაზე მაღალიც იყო ფიზიკურად, ანუ ძალიან ისეთი, იმიტომ რომ აი მონტეფიორი აღნიშნავს, რომ ხრებზე შესმული მან გამოიყვანაო, როცა ბალდუინ მეხუთე აკურთხესო მეფეთო, იმიტომ რომ ყველაზე მაღალმა რაინდმა მათ შორისო. თუ მე იმის დავდენ ბალდუინ მეხუთე სრულად ამოღებულია თეატრალურ ვერსიიდან. ეს ბავშვი. მართლა მაგას არ დაუკვირებია, რომ ბავშვი არ არის. აბსოლუტურად, ანუ იმდენად რომ თუ თქვა უყურებთ კადრებს, ის აი აბსოლუტურად ყველა ბავშვის აღსებენ ეგეცა ამოღებული. ეგ საინტერესოა, რომ ეგ ბავშვი არ არის გიდე ლუზნიონის შვილი. ეს არის სიბილას წინა ქორწინებიდან არის ეს შვილი ამ შემთხვევაში, მონფერატელის, უილებდე მონფერატელის შვილი არის, რომელიც მალარით რაღაც დაავადებით დაიღუპა და ნუ შემდგომში ეს მემკვიდრე დარჩა და გიდე ლუზნიონს საინტერესო კიდე მონტაჟური ხერხი, როდესაც მგონი გი ეუბნება რენოს, რომ ისა მეფეა გარდაცვლილი. ეს არის თეატრალურ ვერსიაში, მაგრამ როცა სულ კონტექსტს ხედავთ, ის მეფე რომელსაც გულშოს არ არის ბოლდუინ მეოთხე, ბავშვზე ამბობს. უბრალოდ რო ხო ის კონტექსტი სულად გამქრალი გვაქვს, მაყურებელი ვერ მიხვდა თეატრალურ ვერსიაში ვიზალაპარაკოს. ხო, ეგ ამიტომაც უნდა უყუროთ სარეჟისორო ვერსიას და არა თელი სიუჟეტური ხაზია ამოჭრილი. კი, ასევე აქ რამდენიმე ეპიზოდი არის, სადაც როგორც ვთქვით, ტამპლიერების ორდენი არის მაქსიმალურად გაშავებული, ხო? ანუ ისინი ომის გამჭაღებლები არიან სრულად, თავს ესხმიან დანაშაულო ქარავნებს, უბრალოდ სავაჭრო ქარავნებს, ხოცავენ, ძარცვავენ, მერე მეფეს მოუწოდებენ, რომ ჯარი გამოიყვანოს და დაამარცხოს ალადინი და ასე შემდეგ. სინამდვილეში რა იყო ტამპლიერთა ორდენი? ტამპლიერთა ორდენი იყო ორდენი, რომელიც დაარსდა რისთვის? იმისთვის, რომ დაეცვა პილიგრიმები. ანუ პილიგრიმების დაცვის მიზნით. შვიდობიანი ხალხის დაცვა და არა ხოცვა. ანუ მათი მიზანი იყო, რომ ამ გზის გასწვრივ, რომელზეც ჯვაროსნები მოდიოდნენ ამ შემთხვევაში ევროპიდან ახლო აღმოსავლეთში,
ყოფილიყო მათი ციხესიმაგრეები რაღაც სადგურებდეს რომ აი გამოევლო პილიგრიმებს მშვიდობიანად და მათ შეიძლება დაეცვა. სხვა ეთნიკური წარმოშობის ყოფილიყო. არა, პილიგრიმები ევროპიდან შეიძლება ნებისმიერ ქრისტიანი შეიძლება ყოფილიყო პილიგრიმი. მათ შორის ქართველებიც. იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილია შუა საუკუნეებში რომ ქართველები პილიგრიმობას ძალიან ხშირად მიმართავდნენ იერუსალემში. როგორც ხმელეთით, ისე ზღვით, განსაკუთრებით ზღვით, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის გავლით ხდებოდა ხომ უმეტესწილად ესე აქ ჩამოსვლა და შესაბამისად ისინიც მოდიოდნენ პილიგრიმებად და ტამპლიერებს მათთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჯურის მონასტრის აღაპები არის ესეთი ქართული ჯურის მონასტრის აღაპები, რომელშიც მოხსენიებულები არიან ტამპლიერი რაინდები, მათ შორის მაგისტრიც, მათი და სხვა კომანდორები და შემდეგ, რომლებიც ქართულ ჯურის მონასტერს წირავენ ქონებას. იმისთვის, რომ ისინი ლოცვებში მოიხსენიონ მერე ამ მონასტერში. ასე რომ ეს იმ პერიოდისათვის ძალიან ჩაოლებრივი ეს ტამპლიერები არ ყოფილან რაღაცა ომისთვის შექმნილი ხო, იმიტომ ფილმში რაღაცა გესტაპოს და საზღვრის დაცვის ის ნაჯვარია, რაც ბერები ვერცად ვერ ნაღმზევს. კი, ძალიან გავდნენ ერთმანეთს ჰოსპიტალიერები და ტამპლიერები ამ პერიოდში ჯერ კიდევ ტევტონები არ არიან არჩანან, უფრო გვიან შეიქმნა ტევტონთა ორდენი, ეს არის გერმანული ორდენი. მგონი არიან შავი ჯვრები. არის შავი ჯვრები, თუმცა იქ წერია მაინც რომ ტამპლიერები არიან. იმიტომ რომ შემდგომში როცა გიდელუზნიონი რენო ეკითხება გიდელუზნიონს ტამპლიერება მოკლესო ბალიანის პასუხობს რომ კიო მოკლესო, იმიტომ რომ გაგზავნის მის მოსაკლავად იმათ ხო, მკვლელებს. და ამ შემთხვევაში იქ უბრალოდ შავი ჯვრებია გამოყენებული, მაგრამ ეს მგონია უფრო მე უფრო დიზაინის მგონია. ხო, შავი ჯვარი რაღაც. ხო, რატომაც ეგრე გამოიყენეს. შეიძლება სიბოროტოს ასხავდეს. ხო, ან შეიძლება დაფარო კვალის დაფარვის თემაც იყო, რომ ტამპლიერები არ იყვნენ. თქოს ის შავი აწითლის ვიც მოკლა სადეს. ხო, რაც შეეხება სიბილას, იერუსალემის დედოფალს, ხო, აქ წარმოჩენილი არის ის, რომ ჯერ გოთფრის უყვარდა მას თურმე მე ვალიანთან აქვს ურთიერთობა და ხო, სიყვარული შეიძლება ისეთი არ იყო მამასთან, არა შეიძლება იყოს. შეიძლება იყიდეს. სიბილას სცენების უმეტესობა ასევე ამოღებულია თეატრალურ ვერსიიდან. დარჩენილია სადღაც 40-35%. ხო, როგორც პერსონაჟი ვერ შევიცვლით. ის წილად ეგრეთ წოდებული აი გამოგონილი პერსონაჟი არის, მაგრამ სახელი ვიცით რომ ეგ არის, ბევრი სცენა მაგალითად ის რომ ხა ის ვალდუინის დედა იყო და გიდელუზნიონის ქმარი იყო და შემდეგ ეს რეალურია. გიდელუზნიონის ცუდი ქმარი იყო და მაგისტრის ფარულის სიყვარული ჰქონდა აკრძალული. ხო, ეს არ ვიცით, ნამდვილად არ ვიცით, თუმცა საინტერესოა რომ იერუსალემის ალყის დროს არა მარტო სიბილა, არამედ მეორე დედოფალიც იმყოფებოდა იერუსალემში, ეს იყო თვითონ ბალდუინ მეოთხე კეთროვანი მეფის დედა, რომელიც როგორც ცნობილია ბალიანი ბელინთან ჰქონდა ურთიერთობა მას. ანუ რეალურად ბალიანი საკმაოდ უფრო ხანში შესული ასაკიანი კაცი იყო შედარებით, ვიდრე წარმოჩენილი არის ამ შემთხვევაში ორლანდო. ჯერემი აირონსთან ახლოს ვიდრე. ჯერემი აირონსთან უფრო ახლოს არის და შეიძლება თვითონ თქვა გიდელუზნიონთან უფრო ახლოს არის გარკვეულწილად ვიდრე ბალიანი. ნუ აქაც კლასიკური ხეთო ახალგაზრდა გმირი და გის პირიქით ბებერს უწოდებს გოთფრი ეს მომენტში. ანუ ახალგაზრდა გმირი და ხანში შესული ბოროტი ჯუჯუნა კაცი რომელსაც სუდი ქმარი და მაგის თოლი რა თქმა უნდა ხდება ჩვენი ახალგაზრდა გმირის საყვარელი. ხო, აქ აბსოლუტურად. კი, აუცილებლად ნავახსენოთ ეს თვითონ ბალდუინი კეთროვანი მეფე, ძალიან საინტერესო ფიგურაა მართლა თავის პერიოდისა. აი აქ მე წაკითხოთ უილიამ ტიროსელისგან, ანუ ეს იყო მისი აღმზრდელი, უილიამ ტიროსელის გაზარდა, როგორც ცნობილია, შემთხვევაში მეფე და აი ასეთ ორ ტექსტს თავაზობს მის შესახებ. როგორი იყო ეს პიროვნულად და როდის აღმოაჩინეს მისი კეთროვანი სცენი. ბიჭი მაშინ 9 წლისა ლიბერალურ სწავლებებში განსანათლებლად მიმობარეს. ლიბერალურ სწავლებებში იგულისხმება რა 7 თავისუფალი ხელოვნება, რომელიც არსებობდა, ცოდნა, რომელიც არსებობდა ევროპაში და რომელსაც ასწავლიდნენ ყველა უნივერსიტეტში, ასე ვთქვათ რა. ანუ ამაში სასწავლებლად. ამას შედიოდა მათემატიკა, გეომეტრია, მუსიკა და ყველაფერი აბსოლუტურად რა. მე-9 კლასამდე. უფლისწულ მოსწავლეს თავი მიუძღვენი. გარეგნულად მომხიბვლელი ყმაწვილი იყო. ლიტერატურაში კარგად ერკვეოდა და სასიამოვნო ხასიათი ჩამოუყალიბდა. შესანიშნავი მხედარი იყო, მახვილი გონება ჰქონდა და ბრწყინვალე მახსოვრობაო, ასე წერს მასე. ანუ გარკვეულწილად ფილმის ბალიანი რა არის და ბალდუინი შეიძლება ვთქვათ, რომ შეესაბამება ისტორიულ აღწერას. ხო, ანუ საკმაოდ ესეთი ჭკვიანი, განათლებული, დიპლომატიური, კარგი მეომარიც ამავე დროს, როგორც იქა წარმოჩენილი, რომ ის ამბობს, რომ სალადინი მე-16 წელს ავიყო, სალადინი რომ დავამარცხევდა. ასე იყო მართლა. მან დაამარცხა მონშიზარის ცნობილი ბრძოლა მოხდა, რომელშიც სხვათა შორის თავარი როლი შეასრულა ვინ? რენო დე შატიონმა. ანუ არ იყო ეგეთი დაბალი კაცი როგორც
ლამპალმა კაცმა, რომელიც ფილმშია, რეალურად ეს მონშიზარის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა სალადინის დამარცხებაში, ასე რომ ის ძალიან საჭირო კაცი იყო გარკვეულწილად იერუსალიმის სამეფოსთვის. ეხლა როგორ აღმოჩნდეს? მეფე არ ურტყავდა მაგას. კი, ეს კეთროვანება მეფისა არ არის გამოგონილი, ეს რეალური ფაქტია და როგორ აღწერს მას ეს ამ შემთხვევაში უილიამ ტვიროსელი. თანატოლებთან ერთად თამაშობდა და როგორც ბიჭებს სჩოოდათ, კლავებსა და ხელზე ერთმანეთს ფრჩხილებით ჩქმეტდნენ. ბოლდუინი ჩქმეტას მოთმინებით უძლებდა. თითქოს ტკივილს საერთოდ ვერ გძნობსო. ეს შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა და მე მომახსენეს. ბიჭი ჩემთან ვიხმე და გამოკვლევის შედეგად აღმოაჩინე, რომ მარჯვენა მკლავ ხელი განსაკუთრებით გაშაშებული ჰქონია. შევწუხდი ბიჭი მამას, ან მეფეს ვაუწყე, ბიჭის მამას, ექიმებს რჩევას რომ დაკითხოდნენ. მცირე ხანში სნეულების ადრეული ნიშნები შევატყეთ და შეუძლებელი ცრემლებისგან თავი შეიკავო. ასე ამბობს უილიამ ტიროსელი. ეს მომენტი არის ფილმში, ოღონდ როგორია შესრულებული. ეს გოთფრი ავასწავლიდიო, ანუ შილდისერის გამოყენებას, და ხელი გაეჭრაო და საერთოდ. ხო, თუმცა ნუ რამ გასაგებია, რომ შემამწყაროებზე მოქმედებდა ბატონის სცენარისტი. კი, სავარაუდოდ არის გარკვეულ ზემოქმედება, ან სხვა ვარიანტში, თუნდაც ის ბავშვი, როცა მას შვილი ხო, მეორე ხო, რომელსაც კეთრი აქვს, ხო, ესევე ამოწმები ხო? ბალდუინ მეხუთეს კეთრის შესახებ არაფერი არ ვიცით ჩვენ. ეს არის ინტერპრეტაცია, რომელიც რეჟისორმა მოგცა ამ შემთხვევაში ფილმში. თუმცა, რადგან მისი სიკვდილი არის უცნობ გარემოებებში მომხდარი და არ ვიცით ზუსტი მიზეზი ამისა, შესაბამისად, ამის თავისუფლება რეჟისორს ჰქონდა. რომ დედასაც მოეწავლა. ევარაუდა, რომ აი თუ კეთრი ჰქონდა, შეიძლება დედა მოწამლა, მე რომ აღარ ეწამა და ის ბედი რაც ის თავის ძმაგანი ხო? ხო, ის ერთ საინტერესო რაღაცას ამბობს. მან დრო მირჩევნიაო რომ მეწავიდე ჯოჯოხეთში ვიდრე ჩემი შვილიო, ასეთ რაღაცას ამბობს. ანუ ჩემი შვილისთვისო მე ჯოჯოხეთში წავალო, ასე ამბობს. ეგ ნიშნავს რომ თუ მას მოკლავდა ის ხოცოდას ჩაიდენდა ამითი და თვითონ ჯოჯოხეთი გარანტირებული ქონდა ამ შემთხვევაში, ხო? ხოლო მისი შვილი ბავშვი იყო და 64-ში მოხდებოდა აუცილებლად თუ მას ესე მოკლავდნენ. ესე კიდე ესა ფილმის ერთი მორალი რომ უნდა მზად იყო ჩაიდენო პატარ სიბოროტო უფრო დიდი სიკეთისთვის. ეგ არის ასე ვთქვათ ფილმის მორალი. ხო, ეგ თუნდაც ის რომ ის ადამიანებიც კი რომლებიც წინააღმდეგებიან რელიგიური შინაარსით სხვის მოკლას უხდებათ ამის გაკეთება, ხო, თავის მხრივ იგივე ბალიანი როგორ იცავს შემდგომში იერუსალიმს. სალადინი რომელიც ძალიან ლოიალური და კეთილი ჩანს აქ თითქოს, მაგრამ მას უწევს მაინც ყველანაირი იმის გაკეთება, ხო? ფილმში გის მოკლა უნდათ, საერთოდ როცა მეფე გარდაიცვალა, უნდა ანუ მოუკლათო და შეგახნე და ის ანუ აქ მომენტში ბელე უარსავს, ანუ არ ჩაიდეს პატარ სიბოროტოს დიდი სიკეთისთვის. ანუ ხო, ეს საინტერესოა, რომ ის თავის მორალურ მას მაინც უფრო მაღლა აყენებს რა. ის ამბობს რომ ეს რო გავაკეთოთ ეს არის ამორალური გარკვეულწილად, ხო, ცოდვაა და ვერ ავიღებდა ამას თავის კისერს ვერ აიღებდა ამ სოდას. მიუხედავად იმისა რომ მას კვლელობა ჩადენილი ქონდა ისე. მღვდლის თავისი ნახევარძმის ალბათ ის რომ მოინანიოს რომ ეს ცოდვას თქვა მოიშოროს მაგით ჩამოვიდა იერუსალიმში. მაგიტომ ვეღარ ვიქნა მკვლელი. ეს გარკვეულწილად აი ეს მომენტი რომ ჯვაროსნები მიდიოდნენ იმის რომ ცოდვები მოინანიებინათ ეს გარანტირებული ქონდათ მათ რომის პაპისგან. იმიტომ რომ ჯვაროსანი რომ წასულიყო ჯვაროსნულ ომში მას ჭირდებოდა мотиваცია. აი ეს мотиваცია თითქოს რომ ჯვაროსნები სიმდიდრის გამო წავიდნენ აბსოლუტური აბსურდი არის რა. ანუ რომელი სახელმწიფო გამდიდრდა ჯვაროსნული ომებით ან რომელი პიროვნება ისე თუ ჯვაროსნული ომებით გამდიდრდა. აპი გამდიდრდა. აი მარტივ მაგალითს მოვიყვან ახლა ჯვაროსანი როგორ მიდის ჯვაროსნულ ომში. ჯვაროსანი ლორდი. იყო ასეთი რობერტ ნორმანი, რომელიც იყო ამ შემთხვევაში პირველი ჯვაროსნული ომის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. და ეს რობერტი, რომელიც უილიამ დამპყრობლის მემკვიდრეა და შვილი, ხო? თავის სამფლობელოებს ნორმანდიის საჰერცოგოს დააგირავებს იმისთვის, რომ ფული იშოვოს და წავიდე ჯვაროსნულ ომში. ან თვითონ ხარჯავს იმისთვის, რომ ჯვაროსნულ ომში წავიდეს. და ეს კაცი გაათავისუფლებს იერუსალიმს. ანუ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯვაროსანია, რომელიც ფაქტობრივად თავარ როლს შეასრულებს რამდენიმე დიდ ბრძოლაში, მათ შორის ანტიოქიის აღებაში, მათ შორის მანამ დორილეუმის ბრძოლაში და შემდეგ. ბრუნდება უკან და მას არ აქვს ფული რომ ეს თავისი სამფლობელოები უკან გამოისყიდოს და კვდება შემდგომში ბრძოლაში აი ამ თავის სამფლობელოებისათვის. ეს არის ჯვაროსნთა უმრავლესობის ბედი. რიჩარდ ლონგული გავიხსენოთ, მეფემ ინგლისის მთელი ბიუჯეტი და ხარჯებაში შეეკრიბა ჯარი და წასულიყო ჯვაროსნულ ომში. დაბრუნდა იქიდან მარტო ფაქტობრივად ინკოგნიტოდ, იმიტომ რომ ის ყველაფერი იქ დარჩა და მისი ჯარი განადგურდა უმეტესი ნაწილი, თვითონაც ფაქტობრივად რაღაცა ინკოგნიტოდ ჩამოვიდა რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყო, იმისიც კი ეშინოდა, ჩაიგდეს ტყვედ და მერე ინგლისის ფაქტობრივად ხაზინა დააცარელეს, იმის რომ ის გამოესყიდათ იქიდან. რა მიიღო რიჩარდ ლონგულმა ჯვაროსნული ომიდან? კარგი, გადავიდეთ თუნდაც მასე რომის პაპებზე ამ შემთხვევაში, ხო? რომის პაპები, რომელთა თავიდან ეს იდეა გააჟღერეს, რა мотиваციით იწყებენ ჯვაროსნულ ომებს? პირველ რიგში, ამის мотиваცია იყო ბიზანტიის იმპერატორის ალექსი კომნენოსის მოწოდება რომის პაპისთვის, რომ მისთვის გაეგზავნა მეომრები, იმიტომ რომ მათ ძალიან უჭირდათ თურქ-სელჩუკების შეკავება მცირე აზიაში. შესაბამისად, უკვე საფრთხე ემუქრებოდა კონსტანტინოპოლსაც, საფრთხე ემუქრებოდა ქრისტიანულ ბიზანტიის იმპერიას.
ქრისტიანული სამყაროს პასუხი, ხო, ეს მუსულმანურ ქრისტიანული სამყაროს პასუხი გარკვეულწილად, რომელიც რომის პაპმა მიიჩნია სავსებით რეალურად, მაგრამ მან განსხვავებით იმისგან, რომ ალექს კომნეს უბრალოდ კი არ გაუგზავნა მეომრები, მან საღვთო ომი გამოაცხადა. ევროპა მუსულმანდებოდა, ხო, მაგ პერიოდში. ეხლა ნახოთ, რისი პასუხია ჯვაროსნული ომები. მე-7 საუკუნეში დაიწყო ისლამური ექსპანსია. ხო, ექსპანსია. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ. აისლამება. რასაც მოყვა, ძალით ამ შემთხვევაში დაპყრობა უზარმაზარი სივრცისა. ეს უზარმაზარი სივრცე იწყებოდა თანამედროვე ამ შემთხვევაში ინდოეთის საზღვრებიდან, ამ შემთხვევაში ავღანეთის ტერიტორიიდან დაახლოებით, შუა აზიიდან და მოდიოდა თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიის ესპანეთში შესულებია. ხო, ანუ მუსლიმებმა დაიპყრეს გზა თავიდან ისინი არაბეთის ნახევარკუნძულიდან მოდიან, ხო? ჰიჯაზის რეგიონიდან დაიპყრეს მთელი ახლო აღმოსავლეთი, მათ შორის გაანადგურეს სასანიანთა ირანი, დაამარცხეს ბიზანტია და წაართვეს თითქმის მთელი აღმოსავლური ტერიტორიები, დაიპყრეს ეგვიპტე, დაიპყრეს მთელი ჩრდილოეთი აფრიკა, მაროკო, ტრიპოლი, ალჟირი, გადავიდნენ ესპანეთში, დაიპყრეს ესპანეთი და პორტუგალია. იტალიის ტერიტორიებსაც გონი იტალიაში, სამხრეთი იტალია, სიცილია შეიჭრნენ საფრანგეთში, სადაც მე კარლოს მარტელი ამარცხებს 722 წელს მათ პუატიეს ცნობილ ბრძოლაში. ამას გარდა მცირე აზიის რაღაც ნაწილი დაპყრობილი ჰქონდათ, დაიპყრეს საქართველო, სადაც თბილისის საამირო იყო შექმნილი, ხო, ბოლო-ბოლო და რამდენი 400 წლით იყო დაპყრობილი თბილისი. დაიპყრეს, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთი შორს და თქვით ჩვენ შუა აზია და შემდეგ და წარმოვიდგინეთ, ხა რამხელა სივრცეზე მოხდა ისლამური ექსპანსია, რომელიც დაპყრობითმა ომებმა გამოიწვია. ევროპაში ამ შემთხვევაში ისინი პირიქით იქ არიან შეჭრილები, ანუ ევროპელებს თვითონ ესპანეთში და პორტუგალიაში უწევთ მათი შეჩერება რეალურად და იმაში იტალიაში, ხო? ხა ჯვაროსნული მოძრაობა არის პასუხი ამაზე და არის რეკონკისტაც გარკვეულწილად, ანუ იმ ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც ადრე იყო ქრისტიანული სამყაროს ნაწილი. ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იყო მცირე აზია, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იყო სირია, პალესტინა, ეგვიპტე, რომელიც შედიოდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში, ჩრდილოეთ აფრიკა, რომელიც თავისთავად იყო ქრისტიანობის ერთ-ერთი კერა იყო, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო გავიხსენოთ, საიდან იყო ცნობილი ნეტარი ავგუსტინე. იყო კართაგენიდან და ჰიპონიდან. ჰიპონის არქიეპისკოპოსი იყო, ხო? ის იყო რომაელი, შესაბამისად. ეს არის გარკვეულწილად პასუხი იმაზე, რაც მოხდა ისლამური ექსპანსიის პერიოდში. კულტურული პასუხი. ხო, და ამას მოყვა დროებით ხელში გადასვლა, ჯვაროსნების ხელში გადასვლა ისლამური აღმოსავლეთის რაღაც ნაწილისა, ლევანტის, კერძოდ, ეს არის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი. რა თქმა უნდა, ამას მოყვა შემდგომში ის, რომ ვაჭრობა შედარებით უფრო განვითარდა, იმიტომ რომ ახლა აღმოსავლეთთან გაჭრეს ახალი გზები, ხო, ჯვაროსნებმა. ეგ ფილმში ხაზი გასმულია, მაგრამ ფინანსური ეს მნიშვნელოვანია კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ვიღაცა დაჯდა და ეს მთელი გეოპოლიტიკა გააანალიზა ახლო აღმოსავლეთისა იქ და ის დათვალა რომელი ჯგუფიდან სავაჭრო ხაზიდან რამდენი ფული შემოუვიდოდა და რომის პაპი რამდენი სასახლეს აიშენებდა იმით, ეს არის აბსოლუტურად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში შეთითხნილი აბსოლუტურად შეთითხნილი მიზეზები არის ჯვაროსნული ომებისა. ჩვენ სხვადასხვა გვაქვს წარე პოდკასტზე ეპიზოდი ასეთი, რამ გამოიწვია ჯვაროსნული ომები და ვისაც არ აქვს მოსმენილი, გირჩევთ ყველას, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი, რომელიც კი ჩაგვიწერია, სადაც დეტალურად არის ეს საკითხი გაანალიზებული, თუ რა იყო ჯვაროსნული ომების შინაარსი და მიზეზი. ეხლა მოვიდნენ ჯვაროსნები. ფილმისგან განსხვავებით, მაგას ვერ ვუწოდოთ დასავლურ იმპერიალიზმს. არა. არ იყო მაგის მაგალითი, ეს უბრალოდ თქვა რილის კოდის პოლიტიკური შეხედულებებია. ერთ მომენტში ის ცნობილი გერმანელი, რომელიც თან ახლავს გოტფრის, ესეთ რაღაცას ეუბნება ბალიანს, რომელსაც ჯერ ეკითხება, რომ რა ომში მიიღო მონაწილეობა, რატომ მოხდაო და მან უთხრა, რომ ერთი ლორდი მეორის წინააღმდეგო და მე ის პასუხობს, რომ ახლა უკეთესი ომი გვაქვს, ერთი ღმერთი მეორის წინააღმდეგო, ხო, ანუ ალლაჰი და ერთი ერთმანეთის წინააღმდეგო, ქრისტე ერთმანეთის წინააღმდეგო, ხო? გარკვეულწილად ხა ეს პრიმიტიული გააზრება ერთი შეხედვით ამისა, მაგრამ შინაარსობრივად ხა წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების ადამიანი, რომლის ცნობიერებაში ეს არის მთავარი იდენტობის მარკერი ამ შემთხვევაში რწმენა და რელიგიური შინაარსი აქვს, ხო, ამ ყველაფერს. შესაბამისად ის ამის მიხედვით მოქმედებს. რა თქმა უნდა, ხა იქ ყოველთვის არსებობს მერკანტილური ინტერესი, ყოველთვის არსებობს ეკონომიკური ინტერესი, მაგრამ ის რომ თქვათ, რომ იქ ჩავიდნენ ჯვაროსნები, გამდიდნენ და მაგრად ცხოვრობდნენ პალესტინა, სირიაში, აბსოლუტური აბსურდი არის და შეგიძლიათ ნებისმიერ ამ ჯვაროსნული ლიტერატურას გადახედოთ იმ პერიოდის ისტორიულ წყაროებს და ნახავთ რამ ძიმე მდგომარეობაში იყვნენ რეალურად ისინი. ხა მეორე შევეხოთ კიდე იმას, რომ რამდენად შეძლებელი იყო აღმოსავლეთში, ამ შემთხვევაში ჯვაროსნულ აღმოსავლეთში მუსლიმებისთვის პასუხის გაცემა და ბრძოლა და რატომ იყო რთული ეს. საერთოდ შეათამომი ხო, რომ ჯვაროსნები უაზრობა იყო და მალე დამარცხდა. ეხლა რატო ხდება ეს ყველაფერი? როგორ პირველის გარდა წარმატებული არსებობს ხო, ჯვაროსნული. პირველი იყო წარმატებული, როდესაც იერუსალიმი აიღეს და რატო არის პირველი წარმატებული? მას აქვს თავის მიზეზი. როდესაც პირველი ჯვაროსნული ომი დაიწყო, ისლამურ სამყაროში, ან თურქ-სელჩუკთა იმპერია იყო, მაშინ რომელშიც მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, მალიქ შაჰის სიკვდილის შემდეგ. ამა გამოიწვია ის, რომ ეს საამიროები ერთმანეთს ებრძვიან, ეს ძმები, რომლებიც დარჩნენ, ანუ მის შვილები, მალიქ შაჰის ერთმანეთს ებრძვიან,
სანჯარი, მუჰამედი და ბარქიარუკი და შესაბამისად არ შეუძლია ისლამურ სამყაროსა ერთიანი პასუხი გასცეს ჯვაროსნულ მოძრაობას, რომელიც ან მოულოდნელიც არის ძალიან ხა. ვის წარმოუდგენია რომ უცებ ევროპიდან მოვიდეს 20,000 კაცი და გადაუაროს ყველაფერს, ხო და დაიპყროს და შესაბამისად მათი შემოჭრამ ეს ეფექტი იქონია, მაშინ როცა მათ ის აიღეს. მერე იერუსალიმის მასაც შეეხება ხოსაჟლეტას, რაზეც ამბობენ ხოლმე რომ მათ როცა აიღეს იერუსალიმი ყველა დახოცეს. ხა რა ხდება აქ და რა მომენტი არის? აქ ის მომენტია პირველ რიგში აღსანიშნავი, რომ იერუსალიმი აიღეს ალყით. ანუ ალყა მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. ამ დროს იერუსალიმი არის ვის ხელში? ფატიმიანთა ეგვიპტის ხელში არის იერუსალიმი ჩავარდნილი. და ჯვაროსნებმა შესთავაზეს ქალაქს დანებება და როდესაც ქალაქი არ ნებდება და ის შტურმს წინააღმდეგობას უწევს, არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი შუა საუკუნეების სამხედრო საქმეში. თუ ქალაქი არ ნებდება, ის ქალაქი განწირულია შემდგომში ძარცვისა, რბევისა და გადაწვისების. რიჩარდ მესამეს მსახიობად იანგლენი გემოსროში მთელ აი ამ თეზის ეგრაგე ამბობს. კი ბატონო. რომ უფლება აქვს რომ დაზარცო ანუ ეს ასე ნებისმიერ შემთხვევაში მარტივ მაგალითს გავიხსენებ რა. დავით აღმაშენებელმა რო თბილისი აიღო 1022 წელს. საკუთარი ქალაქი. აღება მოუწია ძალით, ანუ წინააღმდეგობა გაუწიეს თბილისელებმა. ამან გამოიწვია ის, რომ მე 500 კაცი აცვა იმაზე სარზე. ანუ შესაბამისად, ანუ მან შური იძლია და ჯარით შეუშვა ქალაქში, რომ სადამდეც, ანუ ისინი რაღაც 2 დღის მანძილზე მაინც უფლება ჰქონდათ ხოლმე რომ ეძარცვათ ქალაქი და შესაბამისად ამას აკეთებენ. ასე მოხდა იერუსალიმშიც. ის რომ ხა ყველა დახოცეს შიგნით რაღაც არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ შემდგომ პერიოდში, ანუ იერუსალიმის აღების არ ჩანს, არც ეწყაროში, რომ იქ მოსახლეობა შემცირებული არის. რა თქმა უნდა, ხა საშინელებები რომ მოხდებოდა, შეგ დეჭვი არ მეპარება მაგაში, იმიტომ რომ შუა საუკუნეების რეალობა არის ესა. ხო, ეხლა თანამედროვეობაშიც კი დააკვირდით, თუცა არმია სადმე შედის, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საშინელებებს ჩადის ეს არმია, ხო? ამის მაგალითის მეტი რა გვაქვს ხა ბოლო პერიოდში, იმისთან აუმდინარეობს ახლა, ხო? მით უმეტეს შესაბამისად იქ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ამისა და ასე რომ არც ეს იყო გამონაკლისი. ხა რა შეეხება სალადინის პიროვნებას, ამაზე რომ გადავიდეთ. სალადინი არის ძალიან საინტერესო ლიდერი თავისი დროისა, იმიტომ რომ ეს კაცი ძალაუფლე, ანუ თავის ყველაფერს მიაღწევს თავისით ფაქტობრივად, რა. ის არ წარმოადგენს არც ერთი მანამდე ცნობილი დინასტიის შთამომავალს. არც ამ შემთხვევაში ის არის აიუბიანი თვითონ და ქმნის აიუბიანთა დინასტიას. ის არც მაგალითად არც ნურადინის შთამომავალია, რომელიც მეორე ჯვაროსნული ომის დროს მუსლიმთა ლიდერი იყო, ნურადინ ზენგიდი ამ შემთხვევაში. არც სელჩუკი არ არის, ან თურქ-სელჩუკთა დინასტიასაც ის არ წარმოადგენს, არც რომელიმე ფატიმიანთა საგვარეულოდან არის. ის არის აიუბიანთა გვარიდან წარმომავლობით. ძალიან საინტერესო წარმომავლობა, ის არის ქურთი წარმომავლობით. ანუ ქურთი იყო სალადინი, ქურთული დინასტია შექმნა აიუბიანებისა. თავიდან ჯერ სირიაში მოღვაწეობდა, მერე ეგვიპტეში მსახურობდა შიქ-კუხთან, რომელიც მართველი იყო რაღაც პერიოდის მანძილზე მთავარი ფიგურა იყო ეგვიპტეში და ამის ვაჟი იყო და შემდგომში სულთნის წოდებას მიაღწევს ეგვიპტეში. სალადინი თავისი დამსახურებით აბსოლუტურად. ეს იყო ძალიან ცბიერი, ანგარიშიანი კაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ძალის ზომიერი გამოყენება. შესაბამისად, მის კარიერას ეს კარგად გასდევს. ის არასდროს არ არის. კი, არ არის არასდროს რადიკალური ეს ფიგურა. სხვადასხვა იმდენად საინტერესო ფიგურა იყო, რომელთან ურთიერთობაც ევროპელებს ჰქონდათ, რომ რომანტიზება მოხდა მისი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ანუ რიჩარდისა და სალადინის ამბები ერთად და მათი ურთიერთობა მიმოწერა და შემდეგ რაღაცნაირად რაინდობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა ხოლმე. ანუ სალადინი ევროპულ ლიტერატურაში იქცა რაინდად. ანუ ის კი არ არის ვიღაცა სარკინოზი ვიღაც გადამფრენი. ბარბაროს იმაგაში გვე ველაპარაკოთ, ანუ სკოტის ფილმში არაფრიდან არ შეიქმნა. ნამდვილად აქვს ამას საფუძველი, ის არის ცივილიზებული ძალიან ესეთი რაინდული სულისკვეთების ნამდვილი, თქო, ჯენტლმენი ისა მართველი, ცივილი მუსლიმი ასე ვთქვათ. კი, ძალიან ცივი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მუსლიმების მიმართ ჰქონდათ ისე დამოკიდებულება, რომ სარკინოზები იყვნენ ისინი და ამ შემთხვევაში გაენადგურებინათ უნდა და შენ. სალადინის მიმართ ეს დამოკიდებულება არ არსებობს. ის აშკარად მათ შორის აი საინტერესოა შემდგომში მისი ძმისა და რიჩარდის ურთიერთობა ერთმანეთში. კი არა, ქორწინებებიც კი განიხილებოდა მათ შორის რიჩარდის და მათ შორის. შესაბამისად, აი საინტერესო ფენომენია ზოგადად აი მუსლიმურ სამყაროსა და ევროპელების ურთიერთობა წმინდა მიწაზე. იმიტომ რომ ეს ლათინები, რომლებიც ჩასულები იყვნენ იქ, ხო, ნენელა ერევიან ადგილობრივ მოსახლეობას და იქმნება ახალი სოციალური ფენა იქმნება, რომელშიც არის შერეული ერთმანეთში სირიულ-პალესტინური მოსახლეობა და ეს ევროპელი ჯვაროსნები. ანუ ჩამოყალიბებული ჯვრის გასწორება, როდესაც ის არ დაპყრობილი იერუსალიმი მაგისია. ეს რა თქმა უნდა გადაჭარბებულია. ანუ რაც პრეცედენტი აქვს მაგ ეგეთ ვიზუალს. იცი რა არის, გადაჭარბებულია გარკვეულწილად, მაგრამ რადგან სალადინი მეტნაკლებად პრომობიერი იყო და უფრო ზომიერი და ის არ ცდილობდა რადიკალიზებას თავისი მოქმედებებისა, შესაძლოა არის განვიხილოთ ამის სიმბოლოდ გარკვეულწილად. თანაც ფილმში ნაჩვენები არის, რომ ორივე მეფე, ანუ ბალდუინიც და სალადინიც, კარგად აცნობიერებენ, რომ ეს ომი რელიგიური თვალსაჩინით არის, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი შეცდომაა. ეს და ადამიანები ერთმანეთს არ უნდა ხოცავდნენ და არ უნდა ეუმებოდნენ რელიგიის გამო, ხო? ბალდუინის და ანუ სალადინის
სალადინს ყველაზე მეტი საერთო აქვს თავის ისტორიულ იმებთან და ფილმში. ნამდვილად, ხო სალადინიცაც ძალიან ბევრი საერთო აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მარტო სახელი დარჩენილი. აი, აქვე ვიტყვი, რომ აი რეჟისორი სასარგებლოდ ვიტყოდი იმას, რომ სალადინსაც ყავს რელიგიური შემთხვევაში რადიკალი. ხო, რადიკალები, ფანატიკოსები, რომლებიც მოუწოდებენ, რომ სწრაფად იმოქმედოს, რომ იერუსალიმი სწრაფად აიღოს, რომ მოკლას ისინი დახოცოს. გასათანაბრებლად. ხო, გასათანაბრებლად, იმიტომ რომ იქაც ყავთ რადიკალები. კი, იქაც იცი ორი პარტიაა ნაჩვენები. ხო, ერთი ამ შემთხვევაში არის ტრიპოლის გრაფის პარტია, ანუ ტიბერიოსისა, ხო, ამ შემთხვევაში როგორც დასახელებული, სინამდვილეში რაიმონ ტრიპოლელია ისა. ხო, სინამდვილეში რაიმონ ტრიპოლელია ლიბერალი ესე ვთქვათ. რომ ის ამბობს, რომ სისულელია სალადინთან ეს ომი და შემდეგ, ხო? მეორე პარტია, რომელიც ომს ემხრობა და რელიგიური მიზნით ამართლებს ამას, რომ ღმერთი ჩვენსკენ არის და ჩვენ უნდა გავიმარჯვებთ აქ და სალადინსაც მსგავსი მომენტი აქვს. ისე ხაზგასმული არ აქვს, რომ აი სიბორდერაცა. მაინც არის ეკვივალენტები. ერთ ეპიზოდში ის თავისი თუჩვაში რელიგიური მრჩეველი ესეთ რაღაცას ეთქვის, რომ როცა სალადინი პასუხობს, რომ მე ამას არ გავაკეთებ, ეს მაშინ შენ დიდი ხანი ვერ იქნები ტახტზეო, ასეთ პასუხს აძლევს. საინტერესო ეპიზოდია, რომ სალადინის მოკლას ერთხელ ასასინები ეცდებიან. ანუ ასასინები, რომლებიც რა თქმა უნდა, საერთოდ ყველა ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალას ებრძოდნენ ხოლმე მაშინ, იმიტომ რომ ის იყო სექტა, ისლამური სექტა, შიიტური სექტა იყო სალადინი და სალადინსაც ებრძვიან ისინი. მანამდე მათ მოკლული ყავთ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ნიზამ ალ-მულკი, რომელიც იყო ცნობილი ვეზირი თურქ-სელჩუკთა იმპერიისა. შესაბამისად, ასასინების ფიგურირებენ ამ საქმეებში. შემდგომში კონრად დე მონფერატელსაც როგორც ცნობილია არის ვერსია ცნობილი ფრანჩიზა ხო, Assassin's Creed-იც ცნობილი თამაშების სერიაც გარკვეულწილად უკავშირდება ამ ამბებს. საიდან იწყებოდა? მოკლედ აი ეს არის აი გარკვეულწილად შეგვიძლია სალადინის შესახებ რა ისტორიული ისიც არსებობს. ზავები, სალადინთან დადებული ზავი. სალადინი როცა იერუსალემს იღებს, ამის შემდეგ მალევე იდება გარკვეულწილად ხელშეკრულება მათ შორის და ამ ზავის პირობები როგორია? როგორ დაიცვა ბალიანმა მართლა იერუსალემი? ხა ფილმში ძალიან ეპიკურია, ხო ეს ყველაფერი ამდენი ბრძოლის შედეგად, მაგრამ ხა სინამდვილეში როგორ ხდება? ძალიან რაციონალური და ჰუმანისტურია და უფრო ჩვენი აი ეს ზავი უფრო ჩვენი პერიოდის პერსპექტივიდან. მაგრამ რაღაც დოზით შეიძლება ვთქვათ, რომ შეესაბამება ისტორიულ სიმართლეს დადებული ზავი. მაგრამ ხა როგორ მივიდით ჯერ ზავამდე? ზავამდე გიდე ლუზინიონი ხდება იერუსალიმის მეფე, ებძვის სალადინს და მარცხდება ჰატინის ცნობილ ბრძოლაში, ხო? ეს ჰატინის ბრძოლა ხა ფილმში წარმოჩენია ისე, რომ წაიყვანეს და უწყლო ადგილზე მოხვდნენ და ნაპოლეონის მომენტია ნაჩვენები. ამის გამო მოკლედ ჩაიხოცა ფაქტობრივად ეს ჯარი და მე სალადინმა ფაქტობრივად ბრძოლის გარეშე დაამარცხა ისინი. სინამდვილეში ხა როგორ ხდება? გარკვეულწილად სიმართლე შეესაბამება, ანუ მართლა ესე უწყლო დარჩა არმია, რომელიც გაიყვანა გიდე ლუზინიონმა, ამან გამოიწვია მათი დემორალიზება, ძალიან ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და საბოლოოდ რაღაც მცირერიცხოვანი ნაწილებით ის გამაგრდება ჰატინის ეგრეთ წოდებულ რქებზე, ანუ კლდოვანებაზე და მათ ერთგან გავს მეფის კარავი, რომელსაც შემოერტყმება გარშემო მისი ერთგული რაინდები და სალადინი ცდილობს რომ დაამარცხოს მეფე და შეიპყროს. და იქიდან რამდენჯერმე კონჩეტებას მოაწყობენ ჯვაროსნები, რომლის შედეგადაც იმდენად დიდ ხიფად შექმნიან, რომ სალადინი ძლივს გადაურჩებას იკუდელს თვითონ. ანუ სამარცხვინო არ არის როგორც ფილმში. ხო, ან ბოლომდე იბრძოლეს, შეიძლება ითქვას. თუმცა მთლიანობაში ამ კამპანიამ ძალიან წარუმატებლად ჩაიარა, რასაც მოყვა ის, რომ უამრავი ქრისტიანი ტყვედ ჩავარდა, გაყიდეს მერე მონებად და როგორც ცნობილია დამასკოში 3-დან 5 დინარამდე იყიდებოდაო ფრანკი მონაო ამ შემთხვევაში და გავრცელდა მაშინ მთელ აღმოსავლეთში მონები. ამ შემთხვევაში ისლამური მონობა კიდე სხვა ფენომენია, სხვადასხვა ეს არ არის ჩაოლებრივი შავკანიანებს ამუშავებდნენ იმაში, ხო ეს აბსოლუტურად სხვა მონობაა ამ შემთხვევაში, მაგრამ ნუ იყიდებოდნენ როგორც ცნობილია ესეც. იმას ჩავამდგრა რომ ფილმში ეს მომენტი როგორაა გამოყენებული, ფილმში ეს არის ის რომ ანუ გი მიეშურება თავის ეს ფანატიზმის გამო რომ ანუ და ამის გამო იჯება. ხო და ბალიანი კი რჩება ანუ იერუსალიმში რომ დაიცვას ხალხი. ის მიყვა რაც გოთრი მამის მოუთხრა რომ დაიცვა ჩვეულებრივი ხალხი, ეს ვინც თავს ვერ იცავს და აი სუპერ გმირული მომენტი, ის აკეთებს ანუ ის ჭეშმარიტი გმირი რჩება და იცავს იერუსალიმს, ანუ ფარი უკავია და არა ხმალი ასე ვთქვათ. მაგრამ როგორც ჩანს რეალობაში გი ეგეთი ის არ იყო ისიც ასე ვთქვათ რათა თავისი წმენა ქონდა და ეგეთი სამარცხვინო დამარცხება არ ქონდა. არა ხო, ნამდვილად, მაგრამ მთლიანობაში ძალიან წარუმატებელი კამპანია იყო. ნუ იერუსალიმის აღებას რაც შეეხება, ხო? ბალიანი საინტერესოა რომ ტყვედა ყავს სალადინს ბალიანი. ანუ ქალაქში კი არ არის, როცა ის მიადგება. არამედ სალადინს თვითონ აყავს ბალიანი ტყვედ ამ დროს და გაუშვებს ქალაქში რის გამო? იმიტომ რომ საერთოდ სალადინს ეს ახასიათებდა, რომ მას ამ ქრისტიან ლორდებთან, რომლებიც კარგი ურთიერთობა ჰქონდა საკმაოდ. ანუ იმდენად რომ ამ მუსლიმებს და ჯვაროსნებს ერთმანეთს ესმოდათ უკვე გარკვეულწილად და იცოდნენ რომ ამ ურთიერთობის გარეშე იქ წარმოუდგენელი იყო ერთ საუკუნე თანაარსებობა ჯვაროსნებსა და მაშორის, ხო, გამოიწვევდა მათ შორის ამ კონტაქტებს. შესაბამისად, სალადინი ბალიანს პირობას ადებინებს, რომ მის წინააღმდეგ არ იბრძოლებს. ეს სხვადასხვა
ძალიან გავრცელებული პირობა არის, რომელიც ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე ამ პირობის დადება. მაგალითად, მიიჩნევდა ცნობილი ქართული აღმოსავლეთმცოდნე გოჩა ჯაფარიძე, რომ ასეთი პირობა დაადებინეს ლიპარიტ ბაღვაშს, როდესაც ის თურქ სელჩუკებთან ტყვედ იყო, თოღურბეგის ძმამ დაადებინა პირობა, რომ ის აღარასდროს აღარ იბრძოლებდა თურქების წინააღმდეგ და მართლა ასე არის, რომ დაბრუნების შემდეგ აღარასდროს აღარ წასულა თურქ სელჩუკების წინააღმდეგ საომრად. ბალიანსაც ადებინებს იგივე პირობას სალადინი და გზავნის ქალაქში, რათა თავისი ცოლ-შვილი გამოიყვავს, ანუ ცოლ-შვილი ყავს ბალიანს, მოკლედ რომ ვთქვათ, ის სიბილასთან კი არ არის ურთიერთობაში. ხო, არამედ ცოლ-შვილი ყავს. მაგის ანუ იმასთან mother-in-law. ხო. და გამოდის ქალაქი და ან მიბრუნდება ქალაქში ამის გასაკეთებლად, მაგრამ ქალაქელების თხოვენ რომ დაიცვა შენი იერუსალიმი და ბალიანი დათანხმდება ამაზე და თან საინტერესოა რომ წერილს უგზავნის სალადინს. და ამ წერილში ეუბნება რომ ანუ მეტი გზა არ მქონდა და მე ვალდებული ვარ რომ ქალაქი დავიცვა და სალადინი სხვაშორის აპატიებს ამას შემდგომში და რასაკეთებს მის ცოლს და შვილს ქალაქიდან გამოვლენ მის ცოლ-შვილს და წავლენ ქალაქიდან და სალადინი გაატარებს რა მათ უნებლად გაატარებს მოკლედ შემოარტყავს ალყას, იწყება ომი ქალაქის გარშემო, მოკლედ ფილმში უამრავი შეცდომაა დაშვებული სამხედრო თვალსაზრისით. ხო, ტრებუშეტები. ხო, ტრებუშეტები არის უამრავი ჯერ, მაგრამ საერთოდ ტრებუშეტი არის ძალიან რთული კონსტრუქცია. მისი ასე მასობრივად აშენება, მით უმეტეს საპირწონიანი და არა ტრაქციული, ორი ტიპის ტრებუშეტი არსებობს. ტრაქციული, რომელიც ადრეულ პერიოდში გამოიყენებოდა და საპირწონიანი, რომელიც ამ ფილმშია ნაჩვენები. მიახლოებით რამდენი იქნებოდა რეალობაში? საერთოდ ტრებუშეტების რაოდენობა იყო ხოლმე ერთეულები. ანუ 1, 2, შეიძლება 3 და შემდეგ. აქ 30 იქნება. ხო, აქ არის უამრავი ტრებუშეტი, რომელიც ესე უცებ მოიტანეს, ააწყეს და ესვრიან ქალაქს ბომბავენ, თან ცეცხლიანი ცეცხლმოკიდებული ნივთიერებით, რაც ასევე იშვიათობა არის. როგორც ვთქვათ, ისევ და ისევ, ანუ ერაყის ომი საჩვეულებრივი, ანუ ზემოდან დაბომბვა. ხო, რაკეტების ეფექტს ქმნიან. რაკეტები და ის ერთი კედელი რომ ხო, ამბობს რომ ერთი კედელი რომელსაც განკროდა იქნა შევალ, როდესაც იმას ანგრევს, შეიძლება თითქოს რაღაცა ქვევს კი არ ხვდება, პირიქით რაღაცა, ასე ვთქვათ, machine guns, ანუ პულიმეტები ცხრილავენ მაგ იმას. კი. ნამდვილად მასეთი ზუსტიც არ იყო ტრებუშეტი ამავე დროს როგორც აქაა ნაჩვენები და რა თქმა უნდა ეს სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება ასეთი მასიურად ამის გამოყენება. მეორე საალყო კოშკები. საალყო კოშკები, რომლებიც აქ უამრავს აშენებენ მუსლიმები და მიადგავენ ქალაქს. ხო, სინამდვილეში საალყო კოშკის აშენება დიდი სირთულეს წარმოადგენდა ძალიან. მათი რაოდენობა ერთეულებს არავის არ ცდებოდა ხოლმე. ჯერსეთი ძალიან იშვიათად იყენებდნენ. აი როგორ ვთქვათ ალყების 95%-ში საალყო კოშკი არ არის გამოყენებული, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამოიყენეს. ესეთი შემთხვევა არის მაგალითად იერუსალიმის პირველი ალყა 1099 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. ერთი კოშკი ააშენეს ესეთი და როგორ ააშენეს ეს კოშკი? ხის მასალა არ ქონდათ და გენუელები ჩამოვიდნენ გემებით, რომლებიც დაშალეს მერე ჯვაროსნებმა და გამოიყენეს ხის მასალა იმისთვის, რომ საალყო კოშკი აეშენებინათ. და ამ ერთი კოშკით გადავიდნენ გალავანს და კარები გააღეს შიგნიდან. გამოიწვია ამ ქალაქს დაცემა. მეორედ მაგალითად აკრას ალყის დროს იყენებენ ჯვაროსნები მაგალითად მუსლიმებს წინააღმდეგ სამი ესეთი კოშკი მიადგეს და მაინც ვერ აიღეს ქალაქი. სამი კოშკი დაიწვა ამ მოქმედებების დროს. აქ ისეა ნაჩვენები რომ რაღაც არბალეტებით ესვრიან კოშკებს, თოკებით გაადაბავენ და მერე სიმძიმეებს ჩამოყიდებენ რომ წაიქცეს ისინი თქმენ და რა თქმა უნდა აბსოლუტური გამოგონება. ამჯარი შეერეღება რამდენად თანაქროშია. შორის აი აქ უნდა შევაქო გარკვეულწილად, იმიტომ რომ ბევრი, აი სადღაც ესეთი 70% მაინც რაც არის მოცემული აბჯრების აღჭურვილობის და სწორად არის გაკეთებული. მაგალითად ის რომ ჯაჭვისპერანგი მთავარ იმას წარმოადგენდა და არ არის წარმოადგენილი პლასტიკური აბჯრები, ეგრეთ წოდებული. პლასტიკური აბჯარში გულისხმობ რას, რომ მთლიანად რო ლითონის იმაში არის ხოლმე ჩასმული რაინდი, ეს არის გვიანდელი, მე-15 საუკუნის აბჯრებია. ამ პერიოდში გამოიყენებდა ჯაჭვისპერანგები და საცხვირიანი მუზარადები, ნორმანული მუზარადები, რომლებიც ამ შემთხვევაში ბალიანი როგორც არის აღჭურვილი, ეგ არის კლასიკური, აი როგორც იქნებოდა მე-12 საუკუნის ჯვაროსანი რაინდი აღჭურვილი, რა. ეს ნორმალურია, მაგრამ რაღაც ეპიზოდებში ჩანს არასწორი მუზარადები. მათ შორის აი ხა გიდელუზინოს არა და რენო დე შატიონს ახურავს, ასე ვთქვათ, ცოტა გვიანდელი ეპოქის, აი ოსმალური და უფრო აი ეგვიპტის მამლუქების პერიოდის მუზარადი, რომელიც ძალიან ბოროტი ჩანდა. ხო, და პერსონაჟს ბოროტი ჩაფხუტე. კი, გარკვეულწილად ამოვარდნილი აქედან, ასევე მგონია სალადინის ჩაფხუტიც არ შეესაბამება მაინც და მაინც იმ პერიოდის რეალობას, მაგრამ მთლიანობაში მაინც ნორმალური არის. ამ მხრივ ამ მაგალითად მაგ მხრივ არ დავიწურებდი ამ ფილმს, რომ აი ცუდი აბჯრებია გამოყენებული ან რაღაც. საბრძოლო ხელოვნებასაც შეეხება, ასევე ხმლის მოქნევის წესი და ასე შემდეგ და ის როგორც უხსნის იქ, თუნდაც გოდფრეი იმას, ხო, ბალიანს როცა ასწავლის. ნორმალურია, ჩემს ნორმალურად არის. ამ ეპიზოდს არაფერს არ ვერჩი, ამ თვალსაზრისით ნორმალურ საქმეებია. მაგისტრატ სრულ ვერსიას მიხვდი, იმიტომ როგორც ძალიან იმის და მიუხედავად თეატრალურ ვერსიაში ძალიან ბევრი სისხლის ცენზურა დაედო. ხო, იცი რა არის კიდე აქ მომენტი, რომ უბრალოდ ხა 10 წუთში როგორც ის ახმალავებს და ასე მე უცებ ის პროფესიონალურად აქცევს, რა ქვია, მეუმრად, ხო? მანამდე კი თითქოს მონაწილეობდიო, ომებში მონაწილეობდიო, მაგრამ მონაწილეობდა როგორ? როგორც საალყო ინჟინერი.
აი საინტერესო თეატრალურ მომენტია. ვერსიაში არც არის, ანუ თუ უყურებთ მარტო თეატრალს, ვაფშე საერთოდ ვერ ხვდებით, როგორი რატომ არის განათლებული ჩვენ თავი გმერი და როცა მივა თავის რა ვთქვათ, მიწაზე პალესტინაში უცურ რომ გადააქცევს რაღაცა რომ ააყვავებს რამდენიმე წელიწადში. უნდა ვთქვათ ის რომ ეს მომენტი მართლა რეჟისორული თუ არ ნახე ვერ გაიგებ, მაგრამ აღნიშნულია რომ ის არის მჭედელი, მჭედელები ზოგადად არ წარმოადგენს ის ჩვეულებრივი გლეხი არ არის. ან მჭედელი საკმაოდ მაღალი სტატუსის ფორმი არის, იმიტომ რომ ის ჭედავს იარაღს და ხმალს, რაც ესეთ რა თქმა უნდა ძირადღირებული ხელოვნება და ოსტატი არის ამ შემთხვევაში ამისია. ამავე დროს როგორც ჩანს, მანამდე დასახელებულია რეჟისორულ ვერსიაში, ის არის ინჟინერიც. ანუ ის ამბობს რომ თუ გახსოვს ერთ ეპიზოდში თავისი ძმა, ნახევარ-ძმა მამაო ეუბნება გოდფრის რომ ალყის დროს მანო რაღაცები გამოიგონაო, იარაღებიო რა. და შემდგომში თუ მეფე ბალდუინთან შეხვედრის დროს მეფე კითხავს აზრს ციხესიმაგრეებთან დაკავშირებით. და მოიხიბლება მაგის ტვინით ეგრევე. და ეს აუხსნის რომ აი როგორი უნდა აშენო ციხესიმაგრეები ვარსკვლავური ფორმისა ჯობიაო რო უხსნის. და ეხლა საინტერესო რა არის. ვარსკვლავური ფორმის ციხესიმაგრეები ევროპელებმა შენება დაიწყეს გაცილებით გვიან. მე-16-17 საუკუნეებში გაჩნდა ვარსკვლავური ციხესიმაგრეები მართლა, რომელიც იყო რისთვის განკუთვნილი, რომ დახრილი კედლები ქონდა და ვარსკვლავური ფორმა იმისთვის რომ ყუმბარები აესხლიტა, ანუ ზარბაზნის წინააღმდეგ. ამ პერიოდში რა თქმა უნდა ხა ეგეც ციხესიმაგრეები მაინც და მაინც, მაგრამ ხო რაღაც ინოვატორად არის წარმოჩენილი გარკვეულწილად და ეს საინტერესო არის მაინც ამ თვალსაზრისით. ამ ჰოლივუდში როგორც აი დავინჩი რომ რაც ფაქტიურად რენესანსის პერიოდის ტონი სტარკად განაჩვენებია, რაც ეგეთი ანუ წინ უსწრებს მაგის გონება ბევრად. ხო, და ხა რა თქმა უნდა ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ახალგაზრდა გენიოს. ძალიან გაზუიადებულია გარკვეულწილად. ხო, აი ხა მე მახსოვს რომ ფილმს უყურე, მაშინ მოვინიშნე რომ მესინაში რო ჩადიან იტალიურ პორტში. იქიდან როგორ მიდიან გემებით მერე და რა ბედი ეწევათ. აი ეს მომენტი მომეწონა მე მაგალითად ფილმში და რატომ? იმიტომ რომ ეს აჩვენებს რამდენად რთული იყო ევროპელი პილიგრიმებისათვის აღმოსავლეთში ჩასვლა. ანუ ჯვაროსნებს ყოველთვის ჰქონდათ ძალიან დაბალი სამხედრო პოტენციალი. ანუ ბევრი ჯარი არ ყავდათ არასდროს. ძალიან მცირე რიცხოვანი არმიებით იბრძოდნენ, იმიტომ რომ პირველი პარტია რო ჩავიდა ჯვაროსნების, ანუ პირველი ჯვაროსნული ომის და დასახლდა მაშინ რაღაც ნაწილი. მეორე ნაწილი უკან წამოვიდა, მოილოცეს იერუსალიმში, ჩათვალეს რომ მათ თავიანთი ვალი მოიხადეს და წავიდნენ უკან. და შესაბამისად მერე თუ კი ჩამოდიოდნენ პილიგრიმები, მაგრამ მუდმივად საცხოვრებლად ძალიან იშვიათად რომ ვინმე დარჩენილიყო, იმიტომ რომ ყველას ჰქონდა სახლი, კარი და რაღაცა, ხო? ეხლა ისეა წარმოჩენილო იქო ევროპაში დაგროვდაო, ანუ ასე ამბობდნენ ხოლმე ადრე რომ დაგროვდაო უსაქმური რაინდების დიდი რაოდენობა და რომის პაპამ გადაწყვიტა რომ მიემართაო საიდანაც. უსაქმური ღარები, სიღატაკის გამომედიან. რაც არ შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ აბა დავაკვირდეთ ვინ არიან ლიდერები ამ ჯვაროსნული ომებისა, ხო? ისინი სუყალანი არიან იმპერიის წარჩინებული ისინი რაინდები, ხო? იგივე მათ შორის ყველა ცნობილი გოტფრიდ ბულონელი ამ შემთხვევაში გოტფროა დე ბუიონი, რომელიც იერუსალიმის პირველი მეფე გახდა, მაგრამ მეფის წოდებაზე უარი თქვა. იერუსალიმის ქრისტე საფლავის მცველი სტატუსი ჰქონდა მას და შემდგომში ბალდუინ პირველიდან იწყება იერუსალიმის მეფეები უკვე ამ შემთხვევაში რა. იგივე რობერტი, რომელიც ვახსენე მე უკვე, რომელიც არის ნორმანი ჰერცოგი, ხო, ამ შემთხვევაში. მონაწილეობს ბოჰემუნდ ტარენტუმელი, რომელიც არის ტანკრედის მემკვიდრე და ცნობილი ნორმანი ბარონი ამ შემთხვევაში, და რომელიც ანტიოქიის გრაფი ხდება შემდგომში იქ. ასე რომ ეს ხალხი რაიმონ ტულუზელი მათ შორის ეპისკოპოსი ადემარი, შესაბამისად ძალიან წარჩინებული ხალხი მონაწილეობს აქ და ეს არ არის საქმე იმაში, რომ ნუ ეს ადამიანები იქ წავიდნენ იმისთვის გასამდიდრებლად და ღარიბები იყვნენ და ასე შემდეგ. ხო, რა შეესაბამება სიმართლეს. მესინადან გაცვლაზე კიდე ხო რაც ვახსენე, ეს არის რომ ძალიან რთული იყო ზღვით წასვლა მაშინ. ხშირად იყო ხოლმე კატასტროფა ის, რომ შეიძლება ჩაძირული იყო ის ხომალდისადმე გამორიყული იყო, ანუ ეს ბალიანის ეპიზოდი მე მომწონს მაგალითად ამ ფილმში, იმიტომ რომ ისტორიულ რეალობასთან შეიძლება რომ დავაკავშიროთ. ფილმის ნარატივში ის თქვა რომ რახან ის ასე თქვა ჩვენ ფილმში რჩეულია, ასე თქვა გმირი, რა თქმა უნდა ის გადარჩება, იმიტომ ღმერთი მაგას ხო, ყველა იღუპება, მაგრამ ის გადარჩება. ჰოსპიტალიერი, რომელიც ჩვენი მორალური კომპასია, რა თქმა უნდა ეგეც გადარჩება. ჰოსპიტალიეს გადარჩება, და სიმბოლური ცხენი. და ის ჰოსპიტალიერი კვდება მარტო ხატინში მერე. ხო, იმიტომ არ უნდოდა წასვლა. იცოდა რომ არასწორია. იცოდა რომ მოხდებოდა. მაგრამ მაინც აი ჩემი ბედი არ ნოჩემ მოვალეობა ორი. ან მაინც მოვალეობის გამო დაიღუპება. მე ვფიქრობ რომ აი ეს ჰოსპიტალიერი ყველაზე საინტერესო ფიგურა არის ამ ფილმში თლიანობაში. ხო, არა, ჰოსპიტალიერია უბრალოდ კი. თანაც უცნაურია რომ აი ასე ცალკე კომპანიას დაყვება, გოდფრის კომპანიას ესე ორდენის რაინდი. თითქოს ხვრის გამოგზავნელია. სახელი არა აქვს. აი ეს საინტერესო მომენტი არის, ხო? და შესაბამისად, ხო, რაინდის კურთხევას რაც შეეხება, როგორც ვთქვი, რომ ძირითადად სწორად არის გაკეთებული. უბრალოდ აქ პრობლემა რა არის, ძალიან უცნაურია ის რომ ეხა ასე ბასტარდი, როგორც იყო მაგალითად ეს
ეს ბალიანი ხო ასე უცებ დაწინაურდა გახდა Jon Snow. მემკვიდრე გახდა მით უმეტეს მისი მიღება მემკვიდრეთ არაკანონიერი ვაჟისა ძალიან რთული იყო ლამის მეფად ქცევა უნდა მეფედ ქცევა მომენტში ხო უნდა, რაც ხო. არ მგონი რომ ანუ ბასტარდ მეფეს მიიღებდა საზოგადოება ხო იგივე რა არის ეხა აქ ცოტა სხვა სტანდარტები იმ დროის გადმოსახედია რა თქმა უნდა ეს ფილმი ვერ ჯდება შუა საუკუნეების სტანდარტებში მაგრამ ყოველ შემთხვევაში კაი დაუშვათ ეს თუნდაც ხო მე ეს კაცი უცებ სწავლობს ყველაფერს უცებ აღიარებენ იბელინის მართველად და ნუ ძალიან არაბუნებრივია რა თქმა უნდა მიწას იმად გადააქცევს რომ ინდუსტრია თუ უცებ ყველაზე დიდი ერთ-ერთი სისულელი რაც არის ხალხის დაცვის თემა რომ უბრალო ხალხი უნდა დაიცვა და ასე შემდეგ ხო რაღაც მომენტი როცა გმირია სუპერგმირია შუა საუკუნეების მისთვის რა როგორი ამოვარდნილია აქედან ხო ეს არის ჭეშმარიტი არ მარტო ჰოლივუდის ზოგადად ეს რომანტიზირებული რაინდი ხო ის იმადიც რო ვახსენოთ რომელთან ერთადაც ბალიანი იერუსალიმში მიდის პირველად ეს ძალიან საინტერესო ფიგურაა ისტორიული იმადადინ ალის პაჰანი რომელიც სალადინის ერთ-ერთი ისტორიკოსი იყო და შემდგომში აღწერა ეს ყველაფერი თავის ნაშრომებში შესაძლოა მე ვფიქრობ რომ ალბათ ის მისი ნაშრომის და მისი წყაროც არის გამოყენებული რიდლ სკოტის მიერ ისევე როგორც აი უილიამ ტირელისა რომელიც მეფის შესახებ ასეთ ცნობებს გვიტოვებს ცხენი რომელსაც მაგას მისცემს და მე ბოლოში როცა ისე უკანურებს ეს ცხენი ასე გადარჩენილი MM-დან ჩაწერვიდან. ასევე, მაგრამ რას ამბობს ამ ცხენზე ისო არც ისე კარგი ცხენიაო ესო რა და შესაბამისად შეგიძლია წაიყვანო რა. პატარა ესეთი გაღადავება მეგობრებში. ხო. ხო, რაც შეეხება აი იერუსალიმის დაცემის შემდგომ შექმნილ სიტუაციას, მესამე ჯვაროსნული ომის დროს მისი გამოსწორება ვერ მოხდა. ისიც თქვა, მესამე არც ერთ ჯვაროსნული ლაშქრობა არ ანაჩვენებია ამ ფილმში. არა, იმიტომ რომ არც არის ამ ჯვაროსნული მომზადება მესამე ეს არის პირველსა და მეორესა და მესამე შორის არსებული პერიოდი. მეორე რიჩარდი ბოლოში რო ჩაულის ეს უკვე მიდის მესამე ლაშქრობაზე. მეორე მოხდა 40-იან წლებში და ძალიან წარუმატებელი იყო მეორე ჯვაროსნული ომი, იმიტომ რომ ის არმია საუკუნეს გავიდა. ის არმია ნახევარ საუკუნე გავიდა იმის მერე მეორეს მერე. პირველი მე საუკუნე სიმბოლური. და შესაბამისად ანუ ნახე ჯვაროსნები ჩამოვიდნენ, თან მეორე ჯვაროსნულ ომს მეთაურობენ მეფეები. მათ შორის გერმანიის იმპერატორი და მეთაურობს საფრანგეთის მეფე, რომელიც მეუღლეც არის ელეონორა აკვიტანელი. ელეონორა აკვიტანელი არის რიჩარდის დედა. ჯადლომგულისა და ეს ელეონორა აკვიტანელი ამ დროს არ იყო ჯერ ინგლისის მეფის ჰენრი მეორის ცოლი, იყო ჯერ საფრანგეთის მეფის ცოლი. და ამ ლაშქრობის დროს მონაწილეობს ელეონორა აკვიტანელი ჯვაროსნულ ომში. ანუ რიჩარდი დედაც ნამყოფი იყო ჯვაროსნულ ომში რა. ხო, ანუ ჩვეულებრივ მონაწილეობს ის ამ ჯვაროსნულ ომში, მაგრამ აი ამ ბრძოლის დროს ზოგადად დამარცხდება ჯვაროსნული ლაშქარი და გაიქცევიან ისინი, მოხდება ეს შემთხვევა, რომ საფრანგეთის მეფე თვითონ ხეზიავა და დაიმალება იქ და რაღაც დროის მერე ჩამოვა და მარტო გაიქცევა იქიდან და ელეონორა აკვიტანელი ერთ-ერთ ჯვაროსან ლიდერთან მეგონა ანტიოქიის ჰერცოგთან ჩავა, სადაც როგორც რაღაცა ბოროტიენები ამბობდნენ, ურთიერთობაც ჰქონდა მასთან, ამავე დროს ხდება მისი გაყრა მეფესთან, საფრანგეთის მეფესთან. ანუ ფაქტობრივად ცოლი დაკარგა, გარდა არმიის და ცოლის დაკარგა საფრანგეთის მეფემ. შემდგომში როცა ის ბრუნდება ელეონორა, ისტორიულად მოგებარავის არ ხდება. ხო, მე ცხოვრდება ინგლისში, ჰენრი მეორეზე და მისგან ყავს უკვე ვაჟი რიჩარდიც მათ შორის, რიჩარდი და სხვა შორის ჯონ უმიწაწყლოს მისი შვილი იყო ეს. ხო, ეს რობინ ჰუდის თავის სიუჟეტის ნაწილი. სიუჟეტის. ასე რობინ ჰუდსაც კი, მე რითი დავაკავშირე რობინ ჰუდს. რობინ ჰუდი ცნობილი ფილმი, რომელიც გულისხმობს რომელ ვერსიას? კევინ კოსნერის. ხო, იქ ჯვაროსნული ლაშქრობიდან ბრუნდება, ხო? კი, ჯვაროსნული ლაშქრობიდან ბრუნდება და თან გავიხსენოთ შავკანიანი, რომელიც თან ახლავს მორგან ფრიმენი, რომელშიც აქაც გოდფრის თან ახლავს შავკანიანი მუსლიმი, რომელიც ამ ის ინტერნაციონალურ კომპანიის წევრი არის უბრალოდ. ხო, ეს რობინ ჰუდის ბოლო ადაპტაციაში მოსული რომ ის არის, ანუ თავადი, რომელიც brunde ძალიან მსგავსი, ანუ ტიტულ დაგარგული თავადი და ანუ რობინ ჰუდი არა, ეხლა რა თქმა უნდა ებრძვის ელიტას. ხო, და შესაბამისად აი ამ ხრივ გავს ამ ფილმს ჩემი აზრით და ეხლა არც ძალიან გამორიცხული არ არის ეს რაც მოხდა. ნუ რიდის კოტა მე თავის გადაიღო. ასევე გავიხსენებდი მე საიდან შეიძლება ყოფილიყო ინსპირაცია. ეს არის რიდლი სკოტის მოგვარე, უოლტერ სკოტის რომანი აივენჰო, რომელშიც ტამპლიერი რაინდი, ბრიან დე ბუაგილბერი, რომელიც არის აქ თავარი ბოროტმოქმედი, სხვათა შორის აი ახე ტამპლიერი იქაც თავარი ბოროტმოქმედი არის, ხო? თან ყავს მას საჭიროები მტვირთველები ორი და ორივე არიან შავკანიანი მუსლიმები. ანუ გარკვეულწილად ეს ეგზოტიკის შემოტანის ცდილობაც არის, რომ აი აღმოსავლეთთან, აფრიკასთან რაღაცა სხვა შავკანი სოკოს მეგობარი. ხო, შესაბამისად აქაც ისეა წარმოჩენილი. თუმცა ამ ფილმშიც როგორც წესი, როგორც შავკანიანი პირველი
პირველი კვდება, ხო, პირველი არ კვდება, მაგრამ მალე კვდება. კი. ძალიან შესაბამისად კინოებს გოთფრისის კამპანია სამწუხაროდ წირავთ დასაწყისში მაგათ. კი ბატონო, მთლიანობაში მე მაინც ხა, იცი რა, ძალიან ბევრ დეტალს რო არ დაგღალოთ, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი არ მინდა რომ ფილმზე გამოვიდეს. თავარი კითხვა დასვათ ის რომ რამდენად გამართლებულია ისტორიული ფაქტების ასე გამოყენება, რომ თავისი უფრო თანამედროვე პოლიტიკის ასე ვთქვათ ნარატივი შექმნა. ეხლა ნახე ბოლოს თან როგორ მთავრდება ეს ფილმი, ხო? რომ ამბობს რომ მაშინ ესეთი ომი იყო და 1000 წელი ამის მერე გასული და კიდე არ დამთავრებულა ომები ამ. მაშინ ერაყი იგულისხმება, მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა ჩემი ეხლა თუ შევხვდეთ რა თქმა უნდა იგრო ისრაელ-პალესტინაზე გაიფიქრებდა ადამიანი. ხო, საერთოდ არსებობს ესეთი ძალიან ესეთი სახალისო ვიდეო და რომელიც ძალიან რეალობაში ესაბამება ამავე დროს, რომელსაც ქვია This Land is Mine. თუ გაქვს მოსმენილი, მუსიკა, რომელიც ძალიან კარგად დასახავს მართლა იმას თუ რა დღე გადახდა პალესტინას. ყველაზე ძველი ომი მგონი სამყაროს ისტორიაში. ხო, იქიდან მოყოლებული ბიბლიური ხანიდან თანამედროვეობამდე მუდმივი ომი მიმდინარეობს იქ, ხო და შესაბამისად ახლა მე როგორ დასვენას გამოვიტანე. 2005 წლის ფილმში ეგეთი ფრაზა ბოლოში კაცოყოლე. მე როგორ დასვენას გამოვიტანე. ეს არის საკმაოდ საინტერესო ბლოკბასტერი მთლიანობაში. აქვს გარკვეული ისტორიული სარჩული, ანუ გარკვეული პიროვნებები იქნება ეს თუ ისტორიული მოვლენები. მთლიანობაში ვერ გადმოსცემს იმ ეპოქის რეალიებს და პერიოდს ამ შემთხვევაში ხო დაკარგული არის ეს არის თანამედროვე მოცემულობის ძველებური სამოსით გაფორმება ასე ვიტყოდი რა ძველებური დეკორაციებით გააფორმო შენი სათქმელი თანამედროვეობაში რაც მხატვრული ლიტერატურის განუყოფელი ნაწილი არის ასე რომ მე ვიტყოდი რომ თუ ნახავთ ამ ფილმს გარკვეულწილად უნდა შევაფასოთ ამ კუთხით უბრალოდ თავარი დავიმახსოვროთ მხატვრული ლიტერატურიდან და მხატვრული ფილმებიდან არასდროს არ ისწავლოთ ისტორია. ეს არის ამ შემთხვევაში გაკვეთილი ამ შემთხვევაში აქედან. თორე ფილმს იმით რომ შეიძლება ეხა დაждდე და ისიამოვნო ერთ საღამოს უყურო ამ ფილმს და ჯვაროსნების ისტორიასაც გადაავლო მე ხო რაღაცა წაიკითხო აი მაგალითად გადახედო პირველი ჯვაროსნული ომი გაიხსენო რანსიმენთან ან რაღაც რატომაც არა. მე ვიტყოდი რომ ეს არის ერთ-ერთი რიდლი სკოტის ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ნორმალური ფილმი, ღირსეული ბლოკბასტერი და მოუწოდეთ ჩვენს მსმენელს რომ ისე ნანახი არ აქვს ნახოთ ეს ფილმი, ანუ ეცდებით მასში ისტორიის ძიებას, მაგრამ ეცადეთ იმის ძიებას, რა ფილოსოფიაც მასში ძია რიდლიმ ჩადო ამ შემთხვევაში. ნუ ამ ფილმის ანტიპოდის მოყვანა მინდა, იმიტომ რომ რომელიც გამოვიდა მარტო ეს წელიწადში, ესა 300 სპარტანელი. ამ მსგავსება რა რომ 300 სპარტანელი ხო 300. ანუ რა მსგავსება რომ ორივე არის საკმაოდ ისტორიას დაფუძნებული არა ისტორიული. ნუ 300 სპარტანში თქო ფერად უფრო მეტი შეცდომა და უფრო მეტი ფენტეზი, მაგრამ ვიზუალურად შეიძლება. ასე ვიზუალიზმი ანუ რა არის ანუ იქიდან ჩვენ ბერძნები არის დასავლური ცივილიზაცია. და სერსის იმპერია არის უცნობი, უცხოელი აღმოსავლელები, მთელი აღმოსავლური მუსიკით, ხო? მაგრამ აქ პირიქითაა დასავლური ცივილიზაცია, იმის და მიუხედავად რომ ოდნავ სუსტია, ასე ვთქვათ, აღმოსავლელებზე, ანადგურებს და უფრო მაგარია და ძალიან აი თავის ანუ ღირსებას იცავს. იმდენ მაგარია რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ მაგ ფილმს ერახში აჩვენებდნენ, ხან ჯერსკას აჩვენებდნენ პირიქით აი მორალს უწევდა. ანუ ეს პირიქით ამ ფილმის ანტიპოდია ეს თუ ანახებს რომ ანუ შეტევა ცუდია იმპერიალიზმის დასავლური შეტევა, 300 სპარტანელი პირიქით აკეთებს. ხო, ჰეროიკული ფილმია უკვე რა. ჰეროიკული ფილმია, ანუ ალბათ მაგასაც აქვს ადგილი. ეს არის ფილმი ომის წინააღმდეგ. რეგულია თქვა რა ეს არის შვიდობისკენ მოწოდება არის რიდლი სკოტის ზეციური სამეფო რა შესაბამისად მას ეს იდეა ასაზრდოებს თავიდან ბოლომდე ხო ამიტომაც ნუ დავიჯერებთ იმას რომ რაღაც ერთ სამხრივად ჯვაროსნების ბოროტებას და დანაშაულებებს და ნუ დავეყოდნობით რიდლი სკოტს იმაში რომ მეორე მხარე იქ უბრალოდ მსხვერპლია და გავიხსენოთ ისტორია ამაზე მე გირჩევთ ასევე კიდევ ერთხელ მოусმინოთ ეპიზოდს რამ გამოიწვია ჯვაროსნული ომები ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდს და რა თქმა უნდა უფრო დეტალურად გაანალიზოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ჯვაროსნების თემა არც ისე მარტივი არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და გარკვეულწილად ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ასე ვთქვათ საბჭოთა ისტორიოგრაფიის ტყვეობიდანაც, რომელიც მარქსისტული თვალსაზრისით უყურებდა ამას, კლასობრივი ბრძოლა, მდიდრების, კიდევ უფრო გამდიდრების ცდელობა, კაპიტალიზმის რაღაცა კრიზისი და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ გარკვეულწილად ჩვენ გავითვალისწინოთ ის რელიგიური რეალიებიც, რომელიც ამ პერიოდში არსებობს. და ამისთვის კიდევ ერთხელ გირჩევთ, როგორც ჩემ დასახელებულ წიგნებს, ასევე მამუკაცურწმეს ისევ ერთხელ ომის იდეოლოგიას. ეს არის ელექტრონულად ხელმისაწვდომი ეს წიგნი და მე მივუთითებ კომენტარებში აუცილებლად ყველას გირჩევთ, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. მადლობა სტუმრობისთვის ირაკლი. მოსმენას კი დავამშვიდობები მომავალ ეპიზოდამდე. შემდგომში დაგებრუნდებით ახალი ისტორიული ეპიზოდით. ნახვამდის. მშვიდობებით.